მოგესალმებით, ეს არის წითელი ხაზი, Redline-ის პოდკასტი, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ჩემთან ერთად არის სტუმრად გიგა ინაშვილი, შეიარაღების ექსპერტი და ვსაუბრობთ ირანზე, იქ მიმდინარე პროცესებზე, მის შედეგებზე, უკვე ამ დროისთვის რაც არის ყოველ შემთხვევაში ცნობილი და საკმაოდ გრძელი არის ჩამონათვალი იმ შედეგების, რაც უკვე დადგა, განადგურებული ობიექტების თუ მაღალი რანგის სამხედრო პოლიტიკური თანამდებობის პირების და მეცნიერების ვინც მუშაობდნენ სწორედ ბირთვულ პროგრამაზე. ამას შევეხებით და ვისაუბრებთ ცხადია რისკებზე, რა შეიძლება იყოს საპასუხო რეაქციები ირანის მხრიდან, როგორ შეიძლება რეგიონში განვითარდეს მოვლენები და ასევე ვისაუბრებთ იმაზე, ირიბად როგორ შეიძლება მოახდინოს ირანში განვითარებულმა პროცესმა გავლენა უკრაინაში მიმდინარე ომზე, რუსეთ-უკრაინის ომზეა საუბარი ცხადია. გიგა მოგესალმები, ვიდრე დავიწყებთ დისკუსიას და კითხვების დასმას, მოდი მაყურებლისთვის კარგი იქნება, რომ გავაკეთოთ პატარა ინფორმაციული ჩანართი, ასე ვთქვათ. წავიკითხოთ ის დადასტურებული ინფორმაცია, რაც ამ დროისთვის არსებობს, დარტყმებთან დაკავშირებით, მის მასშტაბთან დაკავშირებით და განადგურებულ ობიექტებთან და პირებთან დაკავშირებით. ესე იგი, დაახლოებით ღამის 4 საათზე დაიწყო შეტევა, რომელშიც მონაწილეობდა ისრაელის საჰაერო ძალების 200 ერთეულამდე გამანადგურებელი, 4 ფაზად ჩატარდა ეს პირველი ნაწილი ღამის განმავლობაში, თუმცა ეს შეტევები კვლავ გრძელდება მთელი დღის განმავლობაში, ესეც აქვე დავაზუსტოთ. 4 ფაზად იყო პირველი ნაწილი, კომპლექსური ოპერაციის ფარგლებში, ირანის მთელს ტერიტორიაზე, ანუ თეირანის გარდა 14 დასახლებული პუნქტი იყო ამ ჩამონათვალში, სადაც განხორციელდა სამხედრო ობიექტებზე შეტევა და 300-მდე ობიექტი იქნა დაბომბილი ჯამში, რაც არის ამ ინფორმაციის ანუ ღამის განმავლობაში, გამთენიისას, რაც მოხდა, აი ამაზეა საუბარი, რაც უკვე შეჯამდა, ასე ვთქვათ. და ჩამოთვალოთ ობიექტები. ამ ოპერაციას აქვე აღნიშნავთ, რომ ქვია Rising Lion, ანუ ლომის გამოღვიძება, ამაზე მეუბნებოდა გიგა საინტერესო პარალელს, რომ ეს არის ბიბლიური შედარება, ასე ვთქვათ, და ლომის გამოღვიძება სწორედ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს ეს დასახელებაც ამ ოპერაციის, ცხადია თავის მასშტაბიდან გამომდინარე, ესეთი სახელი, ეფექტური სახელი ნამდვილად ჭირდებოდა ამ ოპერაციას. სპარსული ლომი არ არის, ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისრაელი მოიაზრება ამ ლომში. კი ბატონო, და ისრაელის გამოღვიძებას ნიშნავს ისი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ, რომლებსაც ისრაელში მუდმივად ხაზს უსვამდნენ, რომ მათ სურდათ ისრაელის სახელმწიფოს განადგურება, არა მხოლოდ ისრაელში, თვითონ ირანელებიც მუდმივად სკანდირებდნენ ხოლმე და ქართველი პოლიტიკოსების ჩართულობითაც გვახსოვს ეგეთი ივენთები, სადაც სიკვდილი ისრაელსო სკანდირებდნენ ხოლმე. ხო, მოკლედ ლომი გამოაღვიძეს და აი ამ პირველი ფაზის შედეგად დაიბომბა 15 დასახლებული პუნქტი თეირანის ჩათვლით, მათ შორის არის ნათანზის ბირთვული ობიექტი, არაქის მძიმე წყლის საწარმო, პარჩინის სამხედრო ბაზა, ხონდაბის ატომური რეაქტორი, სამხედრო ობიექტები ამედანში, ილამში, ყუმში, ქერმანშაჰში, ჰამედანში, ფირან შაჰირში, ასევე ყასარ შირიმში, ცოტა უცნაური სახელებია და ჩვენთვის უცხო, აქედან გამომდინარე. ხო, ხორაბადში და თავრისში, ეს არის ჩამონათვალი ძირითადი ობიექტების. განადგურებული არიან შემდეგი სამხედრო და სამეცნიერო სფეროს მაღალჩინოსნები. გენერალი ჰუსეინ სალამი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მეთაური, ეს შემთხვევით არ არის ჩამონათვალში პირველი, გუშაქთა კორპუსი ცნობილია, რომ არის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ძალა, ასე ვთქვათ. კი ბატონო, გენერალი მოჰამედ ბაღერი, ირანის არმიის გენშტაბის უფროსი, წარმოუდგენელი რანგის მაღალჩინოსნების განადგურებაზე არის საუბარი, მხოლოდ რამდენიმე საათში მოხდა ეს ყველაფერი და აქვე უნდა აღნიშნო და ვეცდები რომ კადრებითაც გაჩვენოთ ეს ამბავი, ვინც ჯერ არ ნახა. სასწაული ოპერაციები იყო, პირდაპირ საძინებლებში არის ეს ხალხი აფეთქებული. გავაგრძელოთ ჩამონათვალი, გენერალი ღოლამ ალი რაშიდი, გენერალი ამირ ალი ჰიჯიზადე, საჰაერო კოსმოსური
ძალების სარდალი, გენერალი ისმაილ ყაანი, ყუდსის ძალების მეთაური, რომელზეც როგორც ხო, ნუ მოგვიანებით დადასტურდა, ხო, ეს ინფორმაცია, რომ ეს კონკრეტული გენერალიც არის მსხვერპლის ჩამონათვალში. ფერეიდუნ აბას დავანი, ბირთვული პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი, ბირთვული ფიზიკის წამყვანი მეცნიერი მოჰამედ მეჰდი თეჰრანში ალბათ უფრო, აბდულჰამიდ მინუშერი, ასევე მეცნიერი, აჰმადზედა ზოლდაღარი, მეცნიერი, სეიდ ამირ ჰოსეინი, მეცნიერი, ასევე ფეღდი ჰათლაბიზადი, მეცნიერი, ფერეიდუნ აბასი, მეცნიერი. მოკლედ, ეს არის არასრული ჩამონათვალი. გზადაგზა კიდევ იყო ბევრი ინფორმაცია, მათ შორის აღწერაც აი ამ ნაწილის, ასე ვთქვათ, სადაც უშუალოდ სამხედრო მაღალჩინოსნების განადგურებაზე იყო საუბარი და იქ ერთი საინტერესო დეტალი შემხვდა, რომ მათი ნაწილი განადგურდა მიწისქვეშა ობიექტზე, ასე ვთქვათ, სადაც თათბირობდნენ დიდი ალბათობით იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის ზიანი უნდა მიეყენებინათ ისრაელისთვის აი ამ შესაძლო საფრთხის არსებობის შემთხვევაში და სწორედ მაგ მომენტში დაიბომბა მათ შორის ის ობიექტები, სადაც ეს გენერლები იყვნენ თავმოყრილი. მაგრამ ნუ ეს უკვე აღნიშნე და გავიმეორებ, რომ მათი ნაწილი სახლში იყო ეძინა და იქაც საინტერესო კადრები იყო, როგორ მოხდა გიგა ეგ ცოტა ფანტასტიკის სფეროში არის ჩვენნაირი, ანუ რიგითი მაყურებლისთვის ყოველ შემთხვევაში, ანუ აი ასეთი სიზუსტით, როცა ერთი მახსოვს ერთ-ერთი ლიდერი ჰამასის თუ არ ვცდები, ხო? კი. ბაღდადში იყო, ქაბულში კი, როცა, ანუ კონკრეტულად ერთი ბინა იყო, ასე თქვათ, იმ კომპლექსიდან დაბომბილი. მაგით რო დავიწყოთ, ხო? ხო, დავიწყოთ აი მაგ თემაზეც რომ მქონდა ერთ ტელევიზიაში ჩართვა, ეგ კონკრეტული საინტერესებდათ, იმიტომ რომ მოკლედ ახალი მანდა არაფერი არ არის, ანუ ეგ საბრძოლო მასალა არის რაღაც ახალი, ტექნოლოგიურადაც რაღაც განსაკუთრებული სიახლე არ არის. რამდენჯერმე გამოიყენეს ეგ საბრძოლო მასალა ამერიკელებმა ISIS-ის ლიდერების წინააღმდეგ, აქ ზავაჰირის მაგითი მოკლეს, ეს არის ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში შექმნილი ჰაერი მიწა კლასის რაკეტა AGM-114 Hellfire-ი, რაც ძალიან ისეთი გავრცელებული რაკეტა არის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებში, ძირითადად გამოიყენება ვერტფრენებზე, ეს Apache-ის ტიპის ვერტფრენი რო არის, მაგის ერთ-ერთი ძირითადი შეიარაღების სისტემა არის. Hellfire-ები ზოგადად ძალიან რამდენიმე ათეული ქვემოდიფიკაცია არსებობს და მისი შექმნიდან დღემდე, ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, ეს პერიოდულად სხვადასხვა მოდიფიკაციები გამოდის ხოლმე, ერთმანეთთან შედარებით გაუმჯობესებული მოდელები. სხვადასხვანაირი დამიზნების სისტემებით არის სიტყვაზე კომბინირებული დამიზნების სისტემები და ასე შემდეგ. ეს კონკრეტული არის AGM-114R9X-ი, რომელსაც არ აქვს კლასიკური მსხვერპლად ფუგასური მუხტი, ან სიტყვაზე კუმულაციური მუხტი, ხო, ტანკსაწინააღმდეგო მოდიფიკაციის შემთხვევაში როგორც არის. ამას აქვს 6 ცალი 1 მეტრიანი ფოლადის მაღალი სიმკვეთის ფოლადის ესეთი დანები, რომელიც გასრულის შემდეგ აი მიზანთან სანამ მიუახლოვდება რაკეტა ფრენის რეჟიმში არ არის გაშლილი, მიზანთან სანამ მიუახლოვდება იშლება ეს დანები და პირდაპირ ეჯახება მიზანს. იყო შემთხვევები, რომ მანქანაში მჯდომ ISIS-ის ერთ-ერთ მეთაურს მანქანაში იჯდა და ერახში მოხდა ეს პირდაპირ მანქანას მოხდა და დაჭრა მანქანა 6 ნაწილად, იყო ამის სურათები, ვიდეოები და მაშინ იმ პერიოდში ეს სიახლე იყო რა. რატო გააკეთეს ახლა ესეთი რაკეტა? ძალიან ერახშიც ავღანეთში ხშირად ხდებოდა ხოლმე განსაკუთრებით ერახში, რომ ეხა Hellfire-ებით მხარდაჭერას უუკეთებდა ავიაცია, ვერტფრენები ძირითადად ხანდახან დრონებითაც ისროდნენ ხოლმე. ეს Hellfire-ი რო ფეთქდებოდა, გვერდით დამატებით აზიანებდა, ანკლავდა სამოქალაქოებსაც რა და ეს ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდნენ და შეიქმნა ესეთი მოდიფიკაცია, რომ პირდაპირ კონკრეტულად წერტილოვნად აზიანებს მიზანს, არ ფეთქდება. რაც ქირურგიული ოპერაციაა. ხო, კინეტიკური ენერგიით ეჯახება და ეს ჭრელი დანები ობიექტს ჭრის რაღაც რამდენიმე ნაწილად, რა ცოტა ისეთი ბევრისთვის შეიძლება რაღაც სასტიკი არ იყოს, მაგრამ დამიჯერეთ. ხო, ნუ მსხვერპლად ფუგასური ან შრაპნელური მუხტი განსაკუთრებით ბევრად უარესი რამე არის გარშემო მშვიდობიანი. რა თქმა უნდა. ესე იგი ამ Hellfire-ის გაშვება ბევრი სხვადასხვა პლატფორმიდან შეიძლება, ვერტფრენებიდან Apache, ამ შემთხვევაში რას ფიქრობ როგორ? შეუძლია ასევე ხარ ამერიკელები იყენებდნენ აქტიურად Reaper-ის და Predator-ის ტიპის დამრტყმელ დრონებს, მისი გამოყენება, სხვა დრონებსაც შეუძლია გამოყენება და ამ რაკეტის Hellfire-ის გაშვება შეიძლება ასევე სახმელთო გამშვებიდანაც ესეთი
ხშირად აი ტანკსაწინააღმდეგო კონფიგურაციაში იყენებენ ხოლმე ამას, აი მაგალითად ამ Hellfire-ის ბრიტანული კონფიგურაცია Brimstone-ი უკრაინელსაც მიეწოდა ომის საწყის ეტაპზე და უკრაინელებიც იყენებდნენ სხვათა შორის რაღაცა მიკროავტობუსებზე მიკროავტობუსის პლატფორმაზე დაყენებული გამშვებები ჰქონდათ უკრაინელებს ამისი და მოკლედ არის ამ Hellfire-ის გამშვებები სამფეხა არის პირდაპირ გაშლი პოზიციაზე, ესეთი გამშვები რელსი აქვს, რაკეტა მაგრდება ამაზე და პირდაპირ ერთ რაკეტას უშვებს რა. ეხლა ამ რაკეტის ფრენის მანძილი ძალიან დიდი არ არის, 11 კილომეტრი არის, ამ ტაქტიკურ სივრცეში მოქმედი შეიარაღება არის ეს და ეს რაკეტა უნდა გაეშვათ ამ ობიექტიდან მაქსიმუმ 11 კილომეტრიან რადიუსში მდებარე გამშვებიდან. ეს ახლა დრონი ალბათ არ იქნებოდა. თუ არაფერია გამორიცხული, თუმცა არ ამგონია დრონი ყოფილიყო ის დივერსიული ჯგუფები, სიღრმისეული დაზვერვის დივერსიული და აგენტურული ჯგუფები, რომელიც დადასტურად და რო იყვნენ შესრულები და სხვადასხვა საშუალებით ანადგურებდნენ ობიექტებს, მათი გაშვებული უნდა ყოფილიყო რაღაც სახმელეთო პლატფორმით. კი ბატონო, საინტერესო ვერსია. მოდი მან ამ რაკეტასთან ერთად სხვადასხვა ეს FPV დრონებიც გამოიყენეს და მაგაზეც აი ზუსტად მაგაზე მივდიოდი, არ ვფიქრო რომ გაგაწყვეტინე. სხვათა შორის რამდენიმე კომენტარი შემოხვდა წინა ინტერვიუში, რომ აცადეო საინტერესო ლაპარაკოსო. აუცილებლად დავაცდი, ბევრი გვაქვს სასაუბრო. უბრალოდ მინდა რომ მიმართულება მივცე, რადგან დივერსიული ჯგუფები ახსენე, აი ამ პროცესში, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, ხო? როგორც დაიწერა და ითქვა, ძალიან საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა წინასწარ დაგეგმილ აი ამ ოპერაციებს, სადაც შიგნით ირანის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ დიდი ალბათობით მოსადის წევრები და ითქვა რომ თვეების განმავლობაში მზადდებოდა ეს ოპერაცია. ასევე ახსენეს 8 თვე, ხო? კი ბატონო. ასევე ახსენეს რომ იქნა დაახლოებით მსგავსი ტაქტიკა გამოყენებული, რაც უკრაინელების მიერ იქნა რუსეთის ტერიტორიაზე კონტეინერებიდან დრონების გაშვება. იმისთვის რომ გაენადგურებინათ პრევენციულად გამშვები დანადგარები, რომ არ მომხდარიყო საპასუხო შეტევა ირანის მხრიდან, ხო? კი ბატონო. აი მოგვიყევი ამაზე რა ვიცით ამ ეტაპზე, ეგ ნაწილი ამოვწუროთ დივერსიული ჯგუფების, აი დაზვერვის სამსახურის მუშაობა და პლუს აი მოსადის თქვათ ოპერაცია, მოსადის წილი ამ ოპერაციაში და შემდეგ უკვე გავაგრძელოთ. ძირითად ნაწილზე გადავიდეთ შემდეგ, საუდის კომპონენტზე. ესე იგი, რა თქმა უნდა, დამხმარე ნაწილი იყო, მაგრამ რომ არა ეს ნაწილი, ეს ოპერაცია მთლიანობაში არ შედგებოდა. ზოგადად იმდენად ესეთი დიდი მანძილია, ხო, ეხლა პირდაპირ არის საზღვრება ისრაელი და ირანი და პრაქტიკულად ეხლა ისრაელის მხრიდან ირანულ ობიექტებზე არც შიგნით ირანში და არც სხვაგან, ხო, პროქსი ძალებზე დარტყმები არ მომხდარა არასოდეს, ისე რომ ხმელეთზე სიტყვაზე წინასწარი და ლაივ რეჟიმში მხარდაჭერა არ ეწარმოებინათ ამ სიღრმისეული დაზვერვის ჯგუფებს, მოსადის აგენტურას, სხვადასხვა სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების ოპერატორებს და ასე შემდეგ, ხო? 8-ზე რო დასახელდა, ძირითადად ეს დრო წაიღებდა არასაავიაციო კომპონენტის მომზადებას, ან ბომბების დაგროვება კონკრეტულ საბრძოლო მასალების იმაზე, რა ქვია, საცავებიდან აეროდრომებზე, ხო, ამას არაფერი განსაკუთრებული დრო არ ჭირდება. იქ შიდაქსელის გაშლა კონკრეტული სამუშაო, ისედაც გაშლილი აქვს, ეხლა იქ სადაზვერო ქსელი ეს ყველამ კარგად იცის. წინაზე რა გააკეთეს, ეხლა კარგად ახსოვს, ხო, ყველა ამ მასშტაბის ოპერაციები ჩაატარეს. პეიჯერებს პეიჯერებს და არა მარტო. ხო, მოკლედ მოსამზადებელი სამუშაოები, ანუ სამიზნების გამოვლენა, კონკრეტული სამიზნებისთვის დროის შერჩევა, ადგილის შერჩევა, შემდეგ რა თქმა უნდა ლაივ რეჟიმში აქ თანამგზავრული კავშირის საშუალებებით იქნებოდა მუდმივად და კომპლექსური, კომბინირებული, სინქრონიზირებული, რაც ყველაზე მთავარია, ოპერაცია იყო ეს ყველაფერი, სადაც აი ეს გადამწყვეტი როლი პრაქტიკულად ამ ადამიანურ რესურსს ქონდა, რომელიც მოქმედებდა ირანის ტერიტორიაზე, სხვადასხვა როლი ქონდათ. ესე იგი, რა გააკეთეს ახლა უშუალოდ ტექნიკური ნაწილი რო განვიხილოთ, ანუ საბრძოლო ნაწილი, საბრძოლო ჩარევა, ხო, ეს რაღაც აგენტურაზე რო აღავლიყო თან არც არის ჩემი რაღაც. ხო, ნუ ეხლა ინფორმაციის მოძიებაზე, კოორდინატების დადგენაზე და ასე შემდეგ არა ხო. ესე იგი, რა თქმა უნდა, თვალყურის დევნება თვითონ სამიზნეები რაც იყო, ვინ სად მიდიოდა, როგორ მიდიოდა, რა მომენტში რომელ სახლში იყვნენ, ნახავთ საძინებელს რო ქონდა, ხო, ისა რაზეც მოკმული, ამ ყველაფერს ხო გათვლები ჭირდებოდა წინასწარი შესწავლა, ასე შემდეგ. ესე იგი, რა გააკეთეს ახლა აბლაბუდას რითი გავდა, კონტეინერები იყო შეტანილი გარკვეულ ლოკაციებზე და
ეს ლოკაციები იყო იმ ლოკაციებთან ახლოს, სადაც იყო საველე გამშვები პოზიციები ამ ირანის ბალისტიკური რაკეტების, სარაკეტო ჯარების ბალისტიკური რაკეტების, სხვადასხვა ტიპის რაკეტებით, ეხლა ათეულობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა აქვთ, აღარ დავიწყებ ეხლა დეტალურ ჩამოთვლას, მათ შორის არის ეს შაჰაბის ოჯახის რაკეტები, ხორამ შაჰენის ტიპის რაკეტები, რომელიც აი შარშან გამოჩნდა პირველად და ბევრი უამრავი რაკეტები არის. ესე იგი ამ რაკეტების გამშვები მობილური მანქანები, სადაც იყო პოზიციებზე გაშლილი, აღმოჩნდა რომ ეს საპასუხო ზალპირა უნდა გაეხსნა ირანის სარაკეტო ძალებს. იქვე რაღაცა გარკვეულ მანძილზე, ნუ აქ რამდენიმე ასეულ მეტრზე არ არის ლაპარაკი რა, კილომეტრებზეა. იყო ეს რაღაც კონტეინერები მიტანილი, ზოგი ალბათ სტაციონარულად მიტანილი დატოვებული, ზოგი მანქანებზე იყო. აიწია ეს ზედა მხარე, როგორც იყო ინფორმაცია და აქედან რობოტიზებული და იყო რობოტიზებული ვარიანტი, იყო ხელიდან გაშვების ვარიანტების სპაიკის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. სპაიკი არის აი მარტივად რომ მიხვდეს შენი მსმენელი, ამერიკული ჯაველინი ახლა ფართოდ არის ცნობილი, ჩვენს გვაქვს შეიარაღებაში ბევრს უნახია მოსახლეობას ჩვენსას ჯაველინი. აი ჯაველინი არის 90-იან წლების 1996 შემუშავებული და აი ჯაველინზე წარმოიდგენთ ბევრად უკეთესი სისტემა, ესე მარტივად რო ვთქვა, ხო, სპაიკი, რომელშიც ოჯახში დაახლოებით 12 სხვადასხვა კონფიგურაცია შედის რაკეტის, ცოტა მეტი კიდე, სხვადასხვა მანძილზე მოქმედები, მათ შორის თვითდამიზნებადი თავაკებითაც, ლაივ რეჟიმში მართვადიც, კაბელით დამიზნებადიც, რადიო მართვადიც, ლაზერული არხით დამიზნებადიც და სპაიკების რაღაც კონკრეტული კონფიგურაციები იყო შეტანილი და აი ამ სპაიკებით მოხდა ტელედამიზნების თავაკებიანი სპაიკები იყო, ანუ ეს ისეთი კონფიგურაცია არის, რომელსაც სიტყვაზე სანამ სამიზნეს არ მოხდება, ბოლომდე მართავ ჯაველინისგან განსხვავებით, რომელიც გასროლის შემდეგ თვითმართვადი არის რაკეტა. თვითონ მიყვება მიზანს და ეჯახება. სპაიკი შეგიძლია სიტყვაზე გაუშვი და დაივიწყე, ხო? ეგეთი ის იყო. ჯაველინის გაუშვი და დაივიწყე, ისროლი დაივიწყე, მაგრამ სპაიკი როგორია ტელედამიზნებადი კონფიგურაცია. გასროლის შემდეგ სიტყვაზე თუ სამიზნე გადაადგილდა რაღაცა ან სერიოზული მანევრით ჩაატარა, რაღაცას მოეფარა, ან სიტყვაზე გადაიფიქრე და სხვა რაღაც გამოჩნდა უცებ მიზანთან და იმაზე გინდა ცეცხლის გაატანა, შეგიძლია შეუცვალო მიმართულება და სხვა მიზანს მოარტყა რა, სანამ ძირითად მიზანს მოხდება. ესე იგი ეს სპაიკები ქონდა შეტანილი და პირდაპირ სპაიკებით გაანადგურეს სარაკეტო გამშვებები, რადიოლოკაციური სადგურები, იყო ვიდეო რო საზეინტო სარაკეტო კომპლექსები გაანადგურეს, საბჭოთა კუბის ირანული კლონები, ამის ვიდეო იყო. ასევე ამ სპაიკებთან ერთად ჰქონდათ კამიკაძე FPV დრონები, რომლის ნაწილითაც გაანადგურეს ასევე ბალისტიკური რაკეტების გამშვები და ამათი ვიდეოებიც. იყო იქ ერთი კადრი, სადაც თვითონ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებული, სადაც პერსონალი ჩანს, ორი ჯარისკაცი ჩანს და სპაიკის რაკეტას უშვებენ. ეგენი აკეთებენ მაგას, ხო? სპაიკის გამშვები სამ ფეხაზე დგება და არის კონფიგურაციების სპაიკის ცოტა დიდი მძიმე რაკეტებია, ესენია დისტანციურ მოდულებზე კეთდება ხოლმე ეს რაკეტები, ყენდება, ინტეგრაცია ხდება 30 კილომეტრზეც კი დაფრინავს და აქვთ მოდიფიკაციები 50 კილომეტრიანებიც. ესენი მარტო ტანკსაწინააღმდეგო ფუნქციის არ არის, ანუ ეს უნივერსალური რაკეტა არის, რომელიც ბევრ სხვადასხვა მიზანს შეგიძლია ესრულო და სხვადასხვა ესეთი 30 კილომეტრი, 30-35 კილომეტრზე მოქმედი ესეთი სპაიკ NLO-ები არის, სხვადასხვა აზერბაიჯანსაც აქვს შეიარაღებაში და 2020 წელს იყენებდნენ სომხური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გასანადგურებლად, იყენებდნენ ასევე ტაქტიკურ სივრცეში მოქმედი ჩვეულებრივი ლულიანი არტილერიის სისტემების წინააღმდეგ ძალიან ეფექტურად გრადებს, რა ვიცი, აკაციის ტიპის თვითმფრინავ ჰაუბიცებს, D-30-ებს პოზიციებზე ანადგურებდნენ, ანუ ძალიან მრავალფუნქციური და კარგი რაკეტა არის ზოგადად ეს სპაიკი და შეუდარებლად დიდი შესაძლებლობები აქვს ვიდრე ჯაველინის რაკეტას. ხლა აქ შორს წავედი დეტალებში. ხო, ანუ რა მოხდა, ესე იგი, მათ პრევენციულად წინასწარ გაანადგურეს მარტივად ლოგიკას რომ ვიყვეთ, ვიდრე ისინი დაიწყებდნენ გაშვებას, ამით შეიქმნა ცალკარა გამოდის ახლა, ხო? ფაქტობრივად ბოლო ეს საათები რაც არასრული 24 საათია, ხო, რაც დაიწყო ეს ოპერაცია, 100 შაჰიდი იყო გაშვებული საპასუხოდ მხოლოდ. ანუ ფაქტობრივად მათ ვერაფერი ვერ ქნეს, ანუ საპასუხო დარტყმის თვალსაზრისით ამ ეტაპზე და მეორე ალბათ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებიც ახსენე, ხო? იმისთვის რომ ავიაციას გაადვილებოდა, შემდეგ უკვე კორიდორები რო გაკეთებულიყო, ციტად განადგურდა, ესე ყველას ვერ გაანადგურებდნენ, ხა ასე თუ ისე დიდი რაოდენობის აქვს ირანს პევოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები განსაკუთრებით ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედები. აი შორ მანძილზე მოქმედ სისტემებს სერიოზული დარტყმა მიაყენეს შარშან ისრაელმა. ესე იგი ავიაციისთვის კორიდორების გასაკეთებლად და რაც შეეხება სარაკეტო გამშვებებს, ახლა ეს სარაკეტო გამშვებების დიდი ნაწილი
აი ამ სარაკეტო შახტებში და გვირავებში აქვს გადამალული ირანს და ეხლა იქ გვირაბიდან მომენტალურად ვერ გაისვრი, ხო? რა თქმა უნდა, გამოვიდეს პოზიცია დაიკავოს და ისა. განადგურდა ისინი, რომელიც მუდმივად პოზიციაზე იყო, მორიგეობაზე იყო, რომ სიტყვაზე თუ რაღაც დარტყმა იქნებოდა ბრძანებას მიიღებდნენ, მომენტალურად გაეშალათ სისტემა და გაეშვათ ირანისკენ. ანუ სწრაფი რეაგირების შანსი მოუწევს. ესეთი სისტემები ეხლა ერთდროულად მაქსიმუმ რამდენიმე ათეული იყოს, სიტყვაზე შეიძლება, ასაც ცდებოდეს და ისინი განადგურდა სიტყვაზე, რომელიც უფრო ისეთი პოზიციებზე იყო, რომ მომენტალურად შეეძლო რაკეტების გაშვება. ეხლა ბალისტიკური რაკეტების გაშვება არ დაფიქსირებულა, დაფიქსირდა 100 ერთეულამდე შაჰიდის გაშვება და ეგენი გამანადგურებლებით ჩამოყარეს რა. იმ გამანადგურებლებმა ჩამოყარეს, რომლებიც თვითონ აქ ირანში სარაკეტო საბომბე დარტყმებსაც ახორციელებდნენ და პლუს დაეხმარა ამერიკული და დიდი ბრიტანეთის საზღვაო ძალების ფლოტის ხომალდები, რომელიც აი სპარსეთის ყურეში და ისრაელის დასავლეთით ხმელთაშუა ზღვაში დგანან რა და ამ ამერიკულ ხომალდებს, ბრიტანულ ხომალდებსაც აქვს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რომელსაც საკმაოდ შორ მანძილებზე შეუძლია ამ დრონების ჩამოყრა. იქამდე სანამ საჰაერო სივრცეს გადაკვეთს. ისრაელის საჰაერო სივრცე ძირითადად ის სირიის თავზე იქნა ჩამოგდებული ესენი გამანადგურებლების მიერ. კი ბატონო, კარგი. მოდი გადავიდეთ მაშინ შემდეგ ნაწილზე და ვისაუბროთ იმაზე, რას და რატომ დაარტყა ისრაელის ავიაციამ აი ამ პირველ საათებში რა სამიზნეებიც ჩამოთვალეთ, ჩვენ ნაწილი ვახსენეთ. მათ შორის ნეთანიაჰუს განცხადება იყო, რომ მათ დაარტყეს ირანის ბირთვული პროგრამის გულს და ის გაანადგურეს. აღარ მახსოვს დასახელება ნათანზი, რომელზეც შენ საუბრობდი, რომ მეწყლის ქარხანა ესეც მნიშვნელოვანია. კარგი, მოგვიყევი რა შედეგი დაუდგა ამ დროისთვის ირანს. უგურე რო ვთქვათ, რომ რაღაცა ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებულია, ეს არ არის, თუმცა სერიოზული დარტყმა მიიღეს, მაგრამ ბევრად სერიოზული მიზნები კიდე გასანადგურებელი არის. რასაც დაარტყეს, ესეც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ შეიძლება ითქვას კიდე ბევრად უფრო მეტი კიდე აგრძელებს მუშაობას და ეხლა მთავარია ეს ოპერაცია რა ხანგრძლივობით გაგრძელდება, რა ტიპის საბრძოლო მასალებს გამოიყენებენ, ჩაერთვება თუ არა ამაში ამერიკული ავიაცია, რომელსაც რეალურად შეუძლია ამ ირანის მიწისქვეშ არსებულ ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე რეალურად ისეთი დარტყმის მიყენება, რომ გარანტირებულად მოხდეს ჩანგრევა და განადგურება მიწისქვეშ, იმიტომ რომ ისრაელის ავიაცია კი ძალიან ძლიერია, მაგრამ აქ რახან გადავედი ავიაციის ნაწილზე, ვაფშე ვიტყვი რა თვითმფრინავებით მოხდა დარტყმა, ხო? დარტყმა მოხდა F-35-ებით, სტილს გამანადგურებლები რაც არის, ხო, მრავალფუნქციური, მისი ძირითადი ფუნქცია მაინც უფრო ხმელეთზე შეტევა არის. მოხდა ასევე F-15I არის ეგეთი კონფიგურაცია F-15-ის, ეს F-15 Strike Eagle-ის კონფიგურაცია სპეციალურად ისრაელის საჰაერო ძალებისთვის განსხვავებული ავიონიკა აქვს. და მოხდა ასევე F-16I არის, აქაც ესეც ისრაელის საჰაერო ძალების კონფიგურაცია არის F-16I Super, ესე ქვია, ესეთი გამანადგურებელი არის F-16-ის მოდიფიკაცია, საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობებით დაახლოებით ეს არის F-16I Super, ნაწილი არის ბლოკ 50-52 დონეზე, ეს F-16-ის კონკრეტული მოდიფიკაციის დასახელება არის, ანუ ძლიერი მოდიფიკაციები არის. გამოიყენეს ძირითადში ეხლა იმ თვითმფრინავებმა, რომელიც ირანის საჰაერო სივრცეში შეფრინდა, გამოიყენეს ჩვეულებრივი ავიაციო ბომბები გარკვეულ მიზნებზე, ბუნკერებზე, მიწისქვეშაზე, რა თქმა უნდა, გამოიყენებდნენ, ეხლა რაც აქვს შეიარაღებაში, ეს არ არის რაღაც ათობით სხვადასხვა ბომბი. GBU-24 იქნებოდა და GBU-28 იქნებოდა ბუნკერ ბასტერები, ეს F-15-ების შემთხვევაში იქნებოდა. F-16-ებს GBU-24-ების გამოყენება შეიძლება, ეს PVV-3 ტიპის ბომბები არის, ბუნკერს საწინააღმდეგო, მაგრამ ეს არ არის ბომბები, რომელსაც გარანტირებულად შეუძლია ყველა ირანული ბირთვული ობიექტის განადგურება იმ სიღრმეზე ჩახრეტა, რამ სიღრმეზეც არის, რა სიღრმეზეც არის ეს ობიექტები. არის ობიექტები, რომელიც დაახლოებით 80-90 მეტრის სიღრმეზე არის, იცავს ზემოდან, რა თქმა უნდა, მიწის ფენა არის, კლდოვანი მასა არის, ბეტონი იქნება და ამ ბუნკერების რეალურად სრულად განადგურება სჭირდება მოპის ტიპის ამერიკული, ეს არის 13300 კილოგრამიანი ბუნკერს საწინააღმდეგო ბომბები, რომლის ჩამოგდება შეუძლია მარტო სტრატეგიული ბომბდამშვენებს. ესეთი არის ამერიკული BOR-ები, სპირიტები და BOR-52-ები სტრატეგიული ბომბდამშვენები. ასევე, ეს ორი თვითმფრინავი არის ამაზე მორგებული ამ ბომბზე რა. ეს ბომბები რაღაც დიდი რაოდენობით არ აქვს შეერთებულ შტატებში შეიარაღებაში, მაგრამ ის რაოდენობა აქვს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებს ეყოს. რეალურად მაგისთვისაც არის შექმნილი ეს ბომბები და ეს
დიდი ვაკუუმური ბომბი, რაც აქვს ფუგასურის და ვაკუუმური ბომბის ჰიბრიდი ეს მოაბი, ამერიკული ზემძიმე ბომბების დედას რო ეძახიან, აი მაგისი ბიძაშვილი არის, მოკინა მძიმე ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბი არის და რეალურად მაგას შეუძლია ესეთ სიღრმეებზე ჩასვლა, ერთხელ გამოიყენეს ავღანეთში. კლდოვან მასივს დაარტყეს, მაგითი შეუძლია ესეთ სიღრმეებზე ჩასვლა, რომ გაანადგუროს ეს ბირთვული ობიექტები. ანუ სრულ განადგურებაზე თუ არის საქმე, ამერიკული ავიაცია ყველა ვარიანტში უნდა ჩაერთოს, იმიტომ რომ ისრაელის ავიაციას ეხლა არ შეუძლია ამ სიმძიმე ბომბების წაწევა რა. მაქსიმუმი არის ეს თითქმის 2 ტონა ნახევრიანი GBU-28-ები, რის წაღებაც ამ F-15-ებს შეუძლიათ ისრაელის საჰაერო ძალების და ეს ყველაფრისთვის არ არის საკმარისი. თუმცა ძალიან ბევრი ობიექტისთვის საკმარისი არის. ესე იგი გამოიყენეს ასევე Bluesparrow არის ესეთი რაკეტა, ეს არის საჰაერო ბაზირების ბალისტიკური რაკეტა, ესენიც F-15-ებმა გამოიყენეს. ეს Bluesparrow არის 2000 კილომეტრამდე, 1500-2000 კილომეტრი არის რაღაც თქვენ მოდიფიკაციები, მანდაც მოქმედი ბალისტიკური რაკეტა და აი შედარება რო გავაკეთო, ანალოგი არის მოკლედ რუსული კინჟალისა. ეს Bluesparrow-ები თავის დროზე ისრაელის საჰაერო ძალების დაკვეთით შექმნა კომპანია Rafael-მა, მაგრამ თავიდან შეიქმნა როგორც ირანული შაჰაბ-3 ტიპის ბალისტიკური რაკეტების იმიტატორები, რათა წვრთნები ჩაეტარებინათ Arrows ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების გათვლებისთვის ისრაელის საერთაშორისო სისტემაში. მაგრამ ნუ იმდენად კარგი მაჩვენებლები აჩვენა ამ რაკეტამ, რომ საჰაერო კონფიგურაცია უკვე ჩვეულებრივი უნიტარული ქობინით გააკეთეს, GPS INS-ის დამიზნების ბლოკი ჩაუყენეს, შემდეგში მაღალი სიზუსტის მისაღებად და შეიარაღებაში მიიღეს როგორც საბრძოლო რაკეტა, არასასწავლო, არამედ საბრძოლო რაკეტა და უკვე გამოიყენეს დადასტურებულად ვიდეოების დაიდო ამისი. ესეც ჰიპერბგერითი სიჩქარე დაფრინავს ფრენის ტრაექტორიის გარკვეული რამდენიმე ეტაპზე, სხვადასხვა ეტაპებზე ცვლის აქ სიჩქარებს, ბოლო ეტაპზე ტერმინალურ ფაზაშიც ჰიპერბგერითი სიჩქარით შედის და რთული ჩამოსაგდები არის საკმაოდ, ანუ რაღაცა ისეთი ვიზუალურად ძალიან გავს გარედან ირანულ შაჰაბ-3-ებს, სხვათა შორის მე ამ რაკეტის მებს მოგცემ სურათებს და არ გიქნებაში მაყურებელს დაინტერესებს და ამ მომენტში რო ჩაუგდო კი სურათები რო ტექნიკურად F-15-ზე დამაგრებული, ესე იგი ეს რაკეტები გამოიყენეს, ამითაც სავარაუდოდ რაღაცა ობიექტებს დაარტყეს, თუმცა არ არის დადასტურებული რა ობიექტებს, სავარაუდოდ აქ შტაბებს დაარტყეს და საბრძოლო მასალების საცავებს. იმ ბირთვული ობიექტების გარდა დარტყმები მოხდა ასევე სერიოზული დარტყმებით, იმიტომ რომ აი არ გაჩერებულა ცეცხლი უკიდია დილის 4-ზე რო დაარტყეს, იმის მერე არ არის ჩამქრალი კიდე იყო, ეხლა ვიდეოები ახალი თაურისთან ახლოს და თეირანთან კიდე ერთი-ორ ადგილზე ამ მიწისქვეშა ბუნკერებს, ძირითადად ესენი არის გვირაბები, გრძელი გვირაბები, სადაც ამათ შენახული აქვთ რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც იქიდან გამოიტანონ შემდეგში, ზოგი მანქანებზე აყენია, ზოგი შემდეგში უნდა დადგეს გამშვებებზე და გაუშვან ისრაელის მმართველებს. მე მგონი ეკადრები ნანახი მაგ რაზეც ამბობ და მან ყურადღება მიიპყრო ხმამ რა, ანუ რაღაც გაბმული აფეთქებების ხმა იყო, თუ იმ კადრებზე ვსაუბრობ, რაზეც შენ ამბობ. ფეთქავი აფეთქებები და ეს ფლეშიც იყო რა, გაბმული აფეთქებების ხმა და მუდმივი ეს ნათება, რომელიც გაბმული პულსირებდა კი. ეგ არის ზუსტად სარაკეტო ძრავების ისინი არის რა, თითო რაკეტები რო ფეთქდება, ანუ ეს დიდი გრძელი გვირაბები აქვთ კლდოვან მასებში და ესე მეყოლებით არის ჩალაგებული ხო ბევრს. ხო, ეგ კადრები საამაყოდ ჰქონდათ და მანქანებით რო დადიოდნენ შიგნით ცნობილ გვირაბებში, ხო? მაგის გარდა არის კიდე გვირაბები, სადაც პირდაპირ რაკეტები არის დასაწყობებული, ამის ეს ფოტო-ვიდეო მასალები არსებობს. ხო, ამისი ხა. თავარია მან საიდუმლო ის არის, რომ სადა აქვთ ეს ყველაფერი და რა სიღრმეზეა თვითონ ვედებენ ხოლმე ამ ვიდეოებს. ამ ობიექტებზე მოხდა დარტყმა, ეხლა რა თქმა უნდა რაკეტების მარაგი ისევ ექნება ირანს, მაგრამ ეხლა რამდენი გაუნადგურეს, რა დარჩა და დარჩენილიდან რომლის ეკიპაჟები არის გადარჩენილი, რა მდგომარეობაშია თვითონ რაკეტების გამშვებები, ანუ ერთია რაკეტების მარაგი, მეორეა გამშვები რა მდგომარეობაშია. ისრაელის დაზვერვის ინფორმაციით, ამერიკული დაზვერვის ინფორმაციითაც რაკეტების ის რაოდენობა, რომლებისთვისაც სიტყვაზე გამშვები დანადგარები ჰქონდათ ირანელებს, სადღაც 2000-ის ფარგლებში არის რა. ეს არის რაკეტები სიტყვაზე 1500-დან 2000 კილომეტრამდე მოქმედი, ანუ ის რაკეტები, რომელიც ისრაელს წვდება ირანიდან რა. ანუ ეხლა ზუსტად 2000 გამშვები აქვს თუ არა მათთვის, თუ სიტყვაზე 500 გამშვებია და თითო გამშვების კომპლექტში შედის რამდენიმე რაკეტა, ეგ ცოტა ისეთი ინფორმაცია არის, არ არის ბოლომდე დადასტურებული, მაგრამ 2000 რაკეტა აქვს სიტყვაზე წარმოებული, ეს ძირითადად შაჰაბის ოჯახის რაკეტები არის, კიდე სხვა რაკეტები არის და
რეალურად ეგ რაკეტების რაოდენობა 2000 ხო სიტყვაზე ახლა ერთდროულად ერთი ზალპით გაშვება ალბათ არ შეუძლიათ, მაგრამ ერთი ზალპით გაშვება რაც შეუძლიათ, ეგ უნდა იყოს სავარაუდოდ 700-800 ერთეულის ფარგლებში, მაგრამ ეგეც იმ შემთხვევაში თუ სიტყვაზე ამ გამშვებებს არაფერი არ ბომბავს, არ ემუქრება. რაღაცა უპრობლემოდ გამოიყვანეს იმაზე და ეხა ფაქტია სახეზე რომ მთელი ამერიკული ისრაელის კოსმოსური დაზვერვა რაღაც აგენტურული ქსელი გადართული არის ამათ აღმოჩენაზე, იქ კიდე რამდენი დივერსიული ჯგუფია შესული და სადრას გაანადგურებენ სიტყვაზე გვირაბებიდან გამოსვლის შემდეგ კაცმა არ იცის, ანუ ამის საშუალებას ალბათ არ მიცემენ. კაი. თუ მოახერხეს, ანუ სერიოზული პრობლემა იქნება, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით ჩამოყრა ამის ჩამოყრა ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდასხმას, რაკეტსაწინააღმდეგო თავდასხმას არ შეუძლია. ეტაპობრივად გაშვებულების შეუძლია თქო 20, 1-30, 50, ეს დიდი პრობლემა არ არის, მაგრამ 200-300 და ისინი ძალიან დიდი რაკეტების წვიმა რასაც ემუქრებოდნენ, ხო? და კადრებიც რაღაც ანიმაციებს ქმნიდნენ მე მგონი მაგაზე. განსაკუთრებით ხორამ შახირის ტიპის რაკეტები, რაც გამოიყენეს ეს ჰიპერბგერითი რაკეტებია, რაც ჩარშამ პირველად გამოიყენეს და ძალიან რთული ჩამოსაგდები გამოდგა რა და რამდენიც. კარგი. გიგა, მინდა რომ შემდეგ კითხვაზე წავიდეთ. ნახე, მოდი ვისაუბროთ ეფექტზე. გარდა იმისა, რაც ჩვენ ვთქვით, რომ არის დიდი ჩამონათვალი, ჯერ კიდევ რაღაცები დაზუსტდება, რა ეფექტი მიიღო ირანმა ამ მასშტაბური დარტყმით? ანუ გულისხმობ ამაში, გარდა ფიზიკურად განადგურებული რაკეტებისა, სამხედრო შესაძლებლობების თვალსაზრისით, მართვის თვალსაზრისით, ჩვენ ვახსენეთ და არ არის შემთხვევითი, რომ თვითონ ისრაელის საინფორმაციო საშუალებების თავდაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციაშიც მუდმივად აქცენტს აკეთებენ სამხედრო მაღალჩინოსნებზე, ხო? ეს ხალხი ხო მნიშვნელოვანი, ანუ ფსიქოლოგიური ფაქტორი ერთი, მეორე პრაქტიკულად საქმის თვალსაზრისით, ხო? რა დარტყმა მიიღო? გურე ირანშიც ისევე როგორც ყველგან, ერთი არის ვინ არის მეთაური და მეორეა ვინ აკეთებს საქმეს. ანუ საქმის გამკეთებლები რა თქმა უნდა დარჩენილები არიან. ეხლა ვიღაცები რო გაანადგურეს კი, რა თქმა უნდა. ხელმძღვანელი პირები ამას ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს უდიდესი, მაგრამ სუფთა ტექნიკური კუთხით რაც შეეძლოთ იმის გაკეთება ისევ შეუძლიათ. ანუ არ არის ცოცხალი ძალა რაღაც დიდი რაოდენობით განადგურებული, ან კონკრეტული პიროვნებები არიან განადგურებული, მაგრამ მართვას რაც შეეხება არ არის ხო ეს მოშლილი, რა თქმა უნდა, არ ამაზე ზედმეტი არის ამაზე საუბარი და თვითონ რაკეტების გამშვებებიც ეხლა ძალიან დიდი რაოდენობით არ უნდა იყოს განადგურებული, მაგრამ აი ეს არის საინტერესო ის საცავებში არსებული რაკეტების რა რაოდენობაა. იმიტომ რომ რეალურად ეგ არის ის შეიარაღება, რომელთაც საპასუხოდ დარტყმა შეუძლიათ ისრაელზე რა, ეხა ირანის საჰაერო ძალები ისრაელის წინააღმდეგ სერიოზულს ვერაფერს გააკეთებს. კი ყავთ ეხა თვითმფრინავები, მაგრამ არა ისეთი, რომ იქამდე რაღაც ავიაციო დაჯგუფება ჩაფრენდეს ისრაელამდე. რაკეტები არის ერთადერთი და დრონები. ესე იგი ნახავთ ეხლა ის ზუსტად ვერ გეტყვია, ძალიან ახალი მომხდარი არის და პლუს ამას ირანის სამხედრო რესურსები არის ძალიან დიდი. ძალიან დეცენტრალიზებული არის ბევრი რაღაცა, რა თქმა უნდა მართვა ცენტრალიზებულია, მაგრამ გაშლილი არის მთელ ტერიტორიაზე. თან ეხლა დარტყმები ძირითადად დასავლეთ ნაწილში მოხდა. აღმოსავლეთითაც იყო, მაგრამ ძირითადად დასავლეთ ნაწილში მოხდა. აღმოსავლეთითაც დიდი სამხედრო ინფრასტრუქტურა არის, ეხლა იქით რა დანაკარგები არის, კაცმარცის სერიოზული მე მგონი არაფერი არ უნდა იყოს, ამიტომ ვიტყვი რომ რესურსი არის უდიდესი, რომ სიტყვაზე ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენონ ისრაელს, მაგრამ ეგ მნიშვნელოვანი დარტყმა რაც ეხლა რეალურად ტექნიკურად შეუძლიათ ისრაელის მივიდივართ პოლიტიკურ საკითხზე ხა. ანუ ისრაელის წინააღმდეგ იქნება იმ მასშტაბის დარტყმა, რა მასშტაბის შემთხვევაშიც მე ვფიქრობ, რომ ისრაელი ბირთვული არას გამოიყენებს ირანის წინააღმდეგ. იმიტომ რომ მან თუ 1000-ობით რაკეტის გაშვებაზეა საუბარი და მსხვერპლი 10000-ობით იქნება იერუსალიმში და იმაში და უსერიოზულესად განადგურდება ინფრასტრუქტურა, რავი რაღა დარჩენია ისრაელს ადგება გამოიყენებს, თან მით უმეტეს ყველა ვიცით, რომ აქვს ხო ისრაელს ბირთვული მუხტები, მათ შორის ბალისტიკურ რაკეტებში აქვთ საავიაციო ბირთვული ბომბების, ფთოსან რაკეტებშიც აქვთ იგივე ეს იერიქონის ტიპის ბალისტიკური რაკეტები აქვს ისრაელს, რომელიც ბევრად უფრო შორსაც წვდება ვიდრე ირანი არის და ანუ პასუხის მასშტაბი რა იქნება ახლა ირანიდან. აი, მოდი წავიდეთ ახლა თანდათან დიწილად პოლიტიკურ საკითხია, თუმცა ხო, რა ახლა დილემა მანდ არის, რომ ირანი ყოველთვის ძალის დემონსტრირებაზე იყო კონცენტრირებული, მუდმივად ისმოდა მუქარა. გასაგებია ხა რომ ამ პროქსი ძალების მეშვეობით არა პირდაპირ ახდენდა ამ ოპერაციებს და
პირდაპირ არ იყო ჩართული, ასე ვთქვათ, ძირითად შემთხვევაში, მაგრამ ხო ის ერთი შემთხვევა ვახსენეთ, ხო, როდესაც იყო გაშვებული ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები, სხვა არ მახსენდება მე. ხო, ეგ იყო. ეს 7 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ რაღაც დროის შემდეგ იყო ეგ ამბავი, ეგ ერთი შემთხვევა. ხო, რა დილემა გვაქვს ახლა, ხო? ანუ ან უნდა რეჟიმს სერიოზული პრობლემა შეექმნას პოლიტიკურად და ამის სიგნალებიც წამოვიდა, თავად შაჰის მემკვიდრე ამბობდა თურმე რომ ხო, ამბობს რომ დროა რომ ცვლილება მოხდეს, ეს განცხადებები გაკეთდა. ნახეთ ხალხი ქუჩაში გამოსული, რომელიც ითხოვს რომ პასუხი გასცეს ირანმა, ეს ალბათ მე მგონია რომ მაინც რაღაც პოლიტიკურად დადგმული ამბავი იყო და გამოიყვანეს ეგ ხალხი ამ დაღუპული გენერლების ფოტოებით და თვითონაც გამოვიდოდნენ ნუ ვიღაცები თვითონაც გამოვიდა, მაგრამ ეს მაინც მგონია რომ ეს გულწრფელად გამოვარდნილი ხალხი არ იყო ქუჩაში დიდწილად. ნუ ეს გასაგებია. ხალხის დიდი ნაწილი ხარ ას ნახეთ გარბოდათ ირანიდან, ხო? საწვავი თითქმის იყო, რიგები იდგა საწვავ გასამართ სადგურებზე, ტოვებდნენ ქალაქს, იმიტომ რომ რეალურად დიდი ნაწილი, საკმაოდ დიდი ნაწილი მოსახლეობის საერთოდ არ მოწონთ ეხლა იქაური რაღაც ბნელი რეჟიმი და ჩვენ გვახსოვს წარსულში არაერთი პოლიტიკური გამოსვლები, პროტესტი, იქ გოგოს ამბავი რო იყო, რომელიც დაიჭირეს და ტრაგიკულად დასრულდა მე მგონი, ხო? ეს ცნობილი გამოსვლები გამოუშვეს ეგ მე მგონი. არა, მანამდეც იყო მსგავსი ამბები, რაც წინა წლებში არაერთი გამოსვლა იყო მოკლედ ირანში და ბევრი ყევები იყო და ხალხი რომ დაიღალა ამ რეჟიმით ხო გასაგებია და ბევრი რომ ცხოვრობს, მაგრამ რა თქმა უნდა დიდი ნაწილი ნორმალური. რა თქმა უნდა და მე პირადად მქონია შეხება ისეთ ირანის მოქალაქეებთან, რომლებიც დატანჯული იყვნენ, ელემენტარულ ტრანზაქციებს ვერ ასრულებდნენ, თურქეთში შემხედრია ესეთი ხალხი, ვიც რა ვიცი, მე მთხოვა ერთმა დახმარება რომ მოდი რა ფულს ვერ ვრიცხავ და გეხოცები დამეხმარება. ანუ ეს ხალხი წლები აიტანჯება ამ სანქციებისგან და ბევრი რამისგან, ყველაფერს რომ იქ კონტროლს და იქ დასმენებს და რეჟიმის მართვასში და ამბებს რომ თავი დავანებოთ, ხო? ანუ ერთ სიტყვით მივდივარ იქ რომ მათ ჭირდებათ ძალის დემონსტრირება ახლა, როგორც არასდროს ალბათ, ხო? შიდა სტაბილურობისთვის ამავდროულად ნეთანიაჰუს განცხადება ვნახე, რომელიც ამბობდა, რომ იქნება აუცილებლად პასუხი და ეს ძალიან კარგად ესმით ისრაელში. ამაზე მეტყველებს მათი მზადყოფნაც და ეს ფრენების გაჩერება და მობილიზება და რეზერვის გამოძახება და ასე შემდეგ. ბევრი ფაქტორია, ხო, რასაც მიჩვეული არიან პრინციპში ეგ ხალხი, მაგრამ მზადყოფნა მაგის არის, რომ ელოდებიან რაღაცა დიდ პასუხს. და მან კიდევ ერთი დილემა შემოდის. რა შემთხვევაშიც ერთვება შეერთებული შტატები და აქედანაც მოვისმინეთ ჩვენ პოლიტიკური განცხადებები, რომ თუ იქნება საპასუხო რეაქცია მძიმე შედეგებით, აუცილებლად დაიცავს ისრაელს ამერიკის შეერთებული შტატებით, ისე როგორც ხდებოდა ხოლმე აქამდე. რა მდგომარეობაში აყენებს ახლა ეგ ამბავი ირანს? რა სიზავენ შეიძლება? ხო, მოკლედ ეს შაჰის შვილი ზუსტად მაგას იძახდა, რომ ეს რეჟიმი ამ რეჟიმს დაღუპვისკენ მიყავს ირანიო, ნუ რეალურად ერთია სიტყვაზე რეჟიმის დამხობა განადგურება ამათვის, მაგრამ მეორეა სულ სიტყვაზე რეჟიმმა ირანის მმართველმა რეჟიმმა შეინარჩუნა სიტყვაზე ძალაუფლება, მართვა და ქვეყანა ჩართო იმ ომში, რა ომიც პრაქტიკულად განადგურებს მთლიანად ირანის ეკონომიკის ინფრასტრუქტურას, რაც სიტყვაზე ათეულობით წელია შენდება, სამხედრო ინფრასტრუქტურაზე საერთოდ საუბარი აღარ მაქვს, დაიღუპება ასობით ათასი ადამიანი. აქ საუბარი არის იმაზე, თუ თვეობით გაეწელა სერიოზული ომი და სახმელეთო კომპონენტზე აღარ ვიძახი. თუ სიტყვაზე მაგალითად ისრაელის ავიაციამ მთელი თავისი რესურსების გამოყენებით დაიწყო ირანში ობიექტების დაბომბვა. ეს თუ მოხდა, ეს დღევანდელი 200 თვითმფრინავის რეიდი იქნება მონაგონი, იმიტომ რომ ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც რეალურად შეუძლია სრული პოტენციალით ისრაელის საჰარო ძალებს და თუ ამას სიტყვაზე მე დაემატება შტატების საჰარო ძალები, მან საერთოდ სხვა მიმართულებით წავა და რა ვიცი, რაღაც ქვისხანაში დააბრუნებენ, ავღანეთივით იქნება ირანი, ისე რომ საერთოდ სახმელეთო ძალებსაც არ შეიყვანენ. ახლა საბრძოლო მასალები, საავიაციო საბრძოლო მასალები არის ზუსტად ის, რაც დასავლეთ და შეერთებულ შტატებს არ უჭირთ. საარტილერიო ჭურვები ის არის, რაც რეალურად უჭირთ, იმიტომ რომ სახმელეთო კომპონენტში მაგას სერიოზულად არც არასოდეს, ანუ ძირითადი არასოდეს არ იყო ძირითადი მხარდამჭერი საშუალება არტილერია და საარტილერიო საბრძოლო მასალები, მაგრამ საავიაციო ბომბების მარაგი უდიდესია შეერთებულ შტატებს და ეს არ გამოელევათ
სულ 10 წელი აწარმოონ 10 წელი რომ ბომბონ ირანში რაღაც ობიექტები ავიაციით, ხო? შესაბამისად განადგურდება პირველ ეტაპზე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის დიდი ნაწილი, მერე უკვე გადავლენ სახმელეთო ჯარების სხვა ობიექტების დაბომბვაზე. ამ დროს ალბათ ნახევარი განადგურებული იქნება მისი რა ქვია ხელისუფლების და ნუ ძალიან ისეთი რთული ის იქნება რა. ტრამპის გზავნილი ჩემთვის ძალიან მკაფიო იყო რა. ხო, რაღაცა ირანში როგორ რაღაცა იცი, ირანის შეიარაღებულ ძალებში არის ისეთი რაღაცა, რომ აი რაღაცა სწავლებას ჩაატარებენ ხოლმე, რაღაც რაკეტებს გაუშვებენ, იქ ვიღაცა გენერლები ცეცხლმოკიდებულ კრამიტს გადაიმპროვენ თავზეა შპაკატში ჩაждდებიან. გაბერილია, ბოლია ხო ეს? გემახსოვრება ესეთი ვიდეოები, ხო? ხო და ამით იაბოლებენ აქ თავის ხელმძღვანელობას, რომ აი რა მაგარი რაღაცები გვაქვს და რაღაცა. გარდა მაგისა ხალხს. ანუ ბევრი რაკეტა აქვს ირანს, ბევრი დრონი აქვს, ბევრი კამიკაძე დრონი აქვს, მაგრამ ძირითად კომპონენტში ტექნოლოგიურად საერთო საბრძოლო პოტენციალი რო განვიხილოთ, ეხლა ირანის რესურსები რაღაც არ არის იმდენად სერიოზული შტატების რესურსებთან შედარებით. რეალურად შეერთებულმა შტატებმა აქ თუ ომში ჩაერთო და ასე ვთქვათ, ძალები ჩართულობა, ასე ვთქვათ, სერიოზული იყო, პრობლემა შეერთებულ შტატებს ექნება იმ შემთხვევაში, თუ სახმელეთო ოპერაციას წამოიწყებს და სახმელეთო კომპონენტის, სახმელეთო ჯარებს, სიტყვაზე საზღვაო ქვეითთა კორპუსი და არმია შეიყვანენ ირანის ტერიტორიაზე და გაჭიანურებული ისეთ ომში ჩაერთვებიან, სადაც ავიაციით ვერ აუთოებ რაღაც კონკრეტულ ლოკაციას, იმიტომ რომ შენი სახმელეთო ჯარები არის შესული, ამუშავებს არმიო ავიაციას, ვერ თვრნებს იმას და ეწელება ომი, როგორც ავღანეთში იყო და ავღანეთი აქ მონაგონი იქნება, იმიტომ რომ რესურსები ბევრად დიდი არის, ცოცხალი ძალაც მეტია, შეიარაღებაც რამდენი მილიონიანი ამიტომ ირანში აღარ. ამიტომ რეალური ბერკეტი უფრო აი საავიაციო დარტყმები იქნება, რაც რეალურად ეხლა ირანის ხელისუფლებას ალბათ მოუწევს რაღაცა. აი მაგ დილემაზე ვლაპარაკობდი ზუსტად რა, ნუ ხო. სულდაღუპვასა და კი, ანუ აქ ხო ფასზე არის ამბავი, ხო? ანუ ისრაელმა ამ დარტყმებით აჩვენა ძალიან მოკლე დროში რამხელა ფასი შეუძლიათ რომ დაუჯინონ ეს მუქარები. ჯერ მეტი შეუძლია ისრაელის საჰარო ძალებს. კი. ანუ ამაში ეგ ლოგიკა ვითარდება, რომ ძალიან ძვირი დაუჯდებათ მათ ეგ ამბავი. მეორე არის რომ შენ რაც ახსენე რომ მაშინ ამ რეჟიმს თუ თვითგანადგურებისკენ მიყავს და ეგ ლოგიკა ვითარდება, გამოდის რომ პოლიტიკური ცვლილება არის საჭირო, ხო? ასე გამოდის და ნუ თუ ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობას გავითვალისწინებთ, ეგ ყველაფერი კიდევ უფრო მძიმდება მათთვის. ან ბირთულ პროგრამაზე საერთოდ უარის. ანუ არის, აი მან მივიდივართ ზუსტად. რაც ეს ხიდი კიდევ არის დარჩენილი და კიდევ ანუ ყველა ცოტა ზედმეტად ცინიკურიც კი იყო ტრამპი. მუდმივად აი ნუ მე ხომ გავფრთხილებდით ღმერთმა დაგლოცოთ და ხალხთან მიმართვები იყო, რომ თქვენ გაქვთ შანსი რომ ეხლა ეს დასრულდეს რეჟიმი და მოდი მოაწერეთ ხელი ბირთვულ შეთანხმებას. სხვათა შორის ამ ამბავს როცა ვუყურებ ამ საათების განმავლობაში გამახსენდა ცხადია პარალელები მქონდა 7 ოქტომბრის მერე რაც ხდებოდა რა მაგ პერიოდში, ხო? როდესაც მე მაგ დროს ვიყავი ისრაელში 10 ოქტომბერი იყო თუ არ ვცდები რომ თუ 11 არ მახსოვს ზუსტად რომ ჩავედი და მაგ პერიოდში დაემთხვა ის რომ ლიბანში დიდი შეკრება გამოცხადდა იქაური ლიდერი იხმობს ხალხს და უნდა გააკეთოს რაღაცა დიდი განცხადება რა და დიდი ინტერესი იყო რომ ახლა არიქა და დაარტყამენ თუ არ დაარტყამენ და ასე შემდეგ ანუ შენ ახსენე წეგან ვიღაცები კრამიტებს რო იმტროვენო რა დაახლოებით ეგ კრამიტების გადამტროვა იყო ეგ ამბავიც შეკრიბა ხალხი, მერე ისაუბრა იმაზე, რომ აი როგორ გმირულად შესწირეს თავი ვიღაცებმა, ვინც ამ ოპერაციაში იყვნენ ჩართული და იმათ როგორ შესწირეს თავი, ვინც ისრაელმა შემდეგ დარტყმების შედეგად გაანადგურა და რა მაგარია ამისთვის თურმე ხალხს უნდა ტაში დაეკრა და რეალურად ამით დამთავრდა ეგ ამბავი, იმხელა ბოლი დააყენეს, რომ არიქა და უნდა გაანადგურონ ისრაელი, მაგრამ არაფერია ეს რაღაც ნახევარსაათიანი სპიჩი იყო სრული ბოდვა რა, რეალურად არაფერი მუქარაც კი არ იყო აი ამ განცხადებაში. უბრალოდ ხალხი დაამშვიდეს, ეს ჩაცხრა და მერე გაგრძელდა ისე როგორც გაგრძელდა. და აქედან გამომდინარე, ცოტა აი ჩემ აღქმაში ესე არის რა, რომ არ მგონია რომ რაღაცა სერიოზული პასუხი, ცხადია რაღაც პასუხს მე ჩემი განწყობა რომ გითხრა, ვფიქრობ რომ იქნება, რაღაცა აუცილებლად იქნება, მაგრამ იმ დონის რომ ახლა გრძელვადიან ომში შევიდნენ და მაგ ხელა რესურსი გაინადგურონ, თავისივე ტოტი გადაიჭრან, არ მგონია. მე ეგეთი განცდა მაქვს, არა თუ მეშლება. არა, როგორი თემა არის, ხა რაღაცა ძალიან ისეთი
კარგად მე არ ვიცნობ იქ რა ხდება პოლიტიკურ ნაწილში და იმაში ხო მე ვიცი შეიარაღება რა არის შეიარაღებული ძალები როგორ აქვთ მოწყობილი რა სისტემები აქვთ რა შეუძლია ამ სისტემებს ეს შემიძლია უსასრულოდ ვილაპარაკოთ ძალიან დეტალებში მაგრამ ეხლა რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ და ამ რესურსს როგორ გამოიყენებენ ეგ ძალიან ისე მკითხაობასავით გამოგვივა ამიტომ კიდე ერთხელ ვიტყვი რომ ის ნაწილი რომ ბირთვულ პროგრამაზე უარი თქვა კიდე დარჩენილი აქვთ და აი მანამდე თუ სიტყვაზე პრაქტიკულად თავს გაწირავენ იმიტომ რომ თავის გაწირავას არ გამოდის, ანუ თავს გაწირავენ, განადგურდება მთელი სახელმწიფო, ვეღარც იმ ბირთვულ პროგრამას განახორციელებენ, იმიტომ რომ ბირთვულ პროგრამაზე აღარ იქნება იქ საუბარი, პრაქტიკულად განადგურებენ ყველაფერს რა. თუ მართლა შეერთებული შტატების ავიაცია და სარაკეტო შესაძლებლობები ჩაერთვა მასში და აქვთ ეს ვარიანტი, რომ ის სახის შენარჩუნების, ხო, ეს წინაზეც იყო დიდი რაოდენობით გაუშვან სიტყვაზე, როგორც წინაზე ქნეს ეს კამიკაძე დრონები, რომელიც მარტივი ჩამოსაგდები არის. ისრაელის საწინააღმდეგო სისტემისთვის იმ გამანადგურებლებისთვის სიტყვაზე, რომლებიც პატრულირებენ იგივე ამერიკული გამანადგურებლებისთვის, ბრიტანული გამანადგურებლებისთვის, X ადგილზე თქვან რომ აი უსერიოზულესი პასუხი გავეცით და ასეულობით დრონი იქნა გაშვებული და 50 ბალისტიკური რაკეტა სიტყვაზე, რომელსაც ასევე ჩამოაგდებენ და არქნან ის რომ გაუშვან სიტყვაზე რაც რეალურად კიდე შეუძლიათ გაუშვან სიტყვაზე 500-600 ბალისტიკური რაკეტა თუნდაც ინტერვალებით და მართლა ისეთი დარტყმა მიაყენონ ისრაელის საზოგადოებას, ინფრასტრუქტურას, იქ რაღაც გარკვეულ ობიექტებს, რომ საერთოდ რაღაცა ხო, ჭუიდან გადაიყვანოს ისრაელის ხელისუფლება და განადგურება იქნება ცალსახად. იმიტომ რომ ეხლა პრორუსებს განსაკუთრებით ეხლა ირანი რუსეთის მოკავშირე არ და კი გონიათ რომ ეხლა ირანი დიდი ქვეყანაა და რაღაც სწავლებების ვიდეოებს ალბათ ეგენს უყურებენ. დარწმუნებული ვარ რომ გამოჩნდება ეგეთი ხალხი, ვინც იტყვის რომ აუ ეხლა თქვენ რაღაცას ბოდავთ და აგერ ნახავთ რას უზავენ ირანელები და გაასწორებენ ისრაელს მიწასთან. მაგრამ ასე მარტივი არ არის და იქ ისრაელის უკან შეერთებული შტატები დგას. როგორ არის ხა ერთი არის რაღაცა დაფოტოშოპებული ფოტოებით რო არის სავსე რაღაც სურათები ირანის სწავლებიდან 1000 რაკეტა ერთად რომ მიფრინავს რაღაც ერთი და იგივე გაშვების სურათები გადამრავლებული რო არის ეგეთი იმებით სავსე მოკლედ და მეორე არის რეალურ პრაქტიკულ სიტუაციაში რა რაოდენობის გაშვება შეიძლება და მე იმ რაოდენობიდან რამდენი მიაღწევს ისრაელამდე ნაწილი გზადაგზა ვარდება ხოლმე ნაწილი გზადაგზა ყრიან გამანადგურებლები და რაც რჩება სიტყვაზე იმას მე რაღაცა რეჟიმის ცვლილების უნიმცემს ამ ამბიდან გამომდინარე ეს ჩემი შეფასება არის ასე მგონია რომ მათ მოუწევთ უკან დახევა ანუ მე ამას ვამბობ უბრალოდ პოლიტიკურ ნაწილში ჩემ აზრს არაფერს არ მომტკიცებ და ჭეშმარიტებას ამბიცია რო ვაღადებ, მაგრამ სასწორზე ეგ დგას რა, აშკარად რომ ან მთლიანად განადგურდებიან და კაფეოა ძალიან. აქ გამსაზღვრელი არის ტრამპის განცხადებები ჩემი აზრით. ის ამბობს რომ მე გაფრთხილებდით, მე მოგიწოდებდით, დრო გქონდათ, ისევ გაქვთ, გიტოვებთ ამ გზას, მოდი შევთანხმდეთ. თუ არა, იქნება უარესი და ამის შესაძლებლობა არსებობს. ანუ ბირთვული პროგრამის შეწყვეტა ბევრად უფრო უღირთ მე მგონი ვიდრე ის რომ რაღაცა მოჰენჯო რაღაცა მე ხალხის რაღაც დასამშვიდებლად რამეს მოიფიქრებენ ახლა რამეაირად ირანი დაემსგავსოს რაღაცა იმას ისეთ ქალაქებს რომელიც პირწმინდად განადგურდა ხო ხო მგონია რომ ამასობაში დღეს პირველი იმპულსები გამოჩნდა და ეს ვახსენეთ თანდათან მოიმატებს შიდა პოლიტიკური უკმაყოფილება ასე მგონია წრეებში შეიძლება ეს თავიდან არ გამოჩნდეს საჯაროდ და იქ რთულია ხო ხა ესეთი ტიპის სახელმწიფოებში ვიცით ჩვენ როგორც ხდება აგერ სირიის მაგალითი რომ ავიღოთ ყველას გონდა პროტესტი მაგრამ ყველა ჩუმად იყო და საკუთარ სახელებს და გვარებსაც არაფიქსირებდნენ მაგრამ საბოლოოდ ახლა როცა ურემი გადაბრუნდა იქ ბევრი რამის ლაპარაკი დაიწყო ხო და ნუ მგონია რომ ირანელი ხალხი და ზოგადად რა ანუ დღევანდელ სამყაროში ადამიანები ძალიან ცხადად ხედავენ რას კარგავენ აი ესეთი ტიპის მართლობების შედეგად. ეს გუშინ წინ, ავიცი 20 წლის წინ თუ პირობითად არ იყო ისეთი ხელშესახები, ხა მე შენ ცოტა სხვაგან წაგიყვანე შენი უბრალოდ ნუ ჩვენი ფორმატი გვაძლევს ამის საშუალებას და მე ყოველთვის თავისუფლად ვლაპარაკობ ხოლმე, მათ შორის ჩემს შტაბ-ეჭდილებებზე რა. თუნდაც პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე მქონია ამ ხალხენშიც ძალიან საქმიანი ხალხია, თუნდაც საქართველოში ვინც არიან იმათ რომ დააგვირდე, ხო? ამ ხალხს საქმის კეთება უნდა, აქვთ სხვანაირი ტიპის მართლობის გამოცდილებაც, ხო? ვიცით ეს ისტორია, ვიდრე ყარდებოდა ის სისტემა რაც ახლა არის სასწაული არსებობს ამის კადრები და არსებობს ეს ცოცხალი მაგალითები ამის ხო არც ისე შორეულ წარსულში
ამ ხალხს საქმის კეთება უნდა. დღევანდელ სამყაროში თუ სანქციების ქვეშ ხარ და უამრავი წინახობა გაქვს, ძალიან რთულია ამ ყველაფერს შეეგუო და თანდათან მე მგონია რომ ისედაც გაზრდილი იყო ეს წინააღმდეგობა საზოგადოებაში და უფრო მოიმატებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის რეგიონის ქვეყნები. ამაზე როცა ვმსჯელობთ, ხო? მოდი შევხედოთ ახლა იქ რეგიონის ქვეყნებს, რა მდგომარეობაში არიან, ვინც განვითარებაზე გააკეთა აქცენტი, ხო? იგით უკვე დიდი მოთამაშეები ხდებიან და აგერ ტრამპს და იმას მასპინძლობენ პუტინსაც მათ შორის და მოთამაშეები გახდნენ გეოპოლიტიკურ ამბავში, ხო? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რა ამხელა ფულს შეულობს ეს სახელმწიფოები, ხო? საემიროები თუ ასე შემდეგ. ემირატები, საუდის არაბეთი. ხო და აქედან გამომდინარე, თანდათან ეგეთი ტიპის რეჟიმების რომ მე მგონია რომ მიდის, ანუ ეგ გარდაუვალი არის და აი ეს ამბავი ჩემი აზრით ძალიან დიდ გავლენას იქონიებს მან გარდატეხის მოხდენაში. არ ვიცი, ნახოთ, მე ოპტიმისტურად უყურებ მაგ ნაწილში და პირველ რიგში ირანელი ხალხისთვის იქნება ეგ ძალიან კარგი და არ გამორიცხავ რომ აი ამან იმპულსი მისცეს ძალიან დიდ პოლიტიკურ ცვლილებებს და ნუ ამას ახლა მარტო მე არ ვამბობ, ბევრი საუბრობს. რა იქნება როგორ მაგაზე ვერ გიტყვი. ხო, ეს უბრალოდ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, პოლიტიკური ნაწილი ძალიან დიდ წილად არის მიმული და სოციალური განწყობები და ასე შემდეგ სხვა დანარჩენთან, რასაც მოხდება, ახლა ყოველ შემთხვევაში ძლიერ პოზიციაში ნამდვილად არ არიან ისინი და ალბათ შოკი აქვთ და კიდევ გაგრძელდება ეგ შოკი პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გულისხმობს სამხედროსთან შეზრდილს. მოდი ახლა კიდევ ერთ ნაწილზე გადავიდეთ, რაც ასევე თავში დავაანონსე, რა გავლენას იქონიებს ეს ამბავი რუსეთ-უკრაინის ომზე, შენ თემაში დავბრუნდეთ, ასე ვთქვათ. მე ჩემი მიმოხილვები მოვიარე პროგნოზის ნაწილში. უკვე არის ინფორმაცია ამაზე, რომ დილით, მოკლედ ამ პირველი ოპერაციის შემდეგ დილით ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა ირანმა, რომ იქ ცალკე მოკლედ სამხედრო მრეწველობის მიმართულებით ცალკე ხელმძღვანელობა არის, რომ საბრძოლო მასალების და განსაკუთრებით დრონების მიწოდებას აჩერებენ მთლიანად, იმიტომ რომ შეიძლება დიდ ომში მოუწიოს ჩართვა ხო სიტყვაზე ისრაელის წინააღმდეგ, მაგრამ ეხლა ნუ ეს თუ გამოიყენებენ ისევ მარახში არსებული დრონები რაც აქვთ უახლოეს დღეებზეა საუბარი და თუ რამე სერიოზული დარტყმა იქნება უახლოეს დღეებში იქნება რომ რაღაც ამოსუნთქვის საშუალება და რაღაცა იმ ომზე როგორი ომსაც ისრაელის თავაზობს ახლა ირანს მაგ ომისთვის ფეხის აწყობას სანამ მოასწრებს მოკლედ ირანი მანამდე უნდა ასე ვთქვათ ესე რომ თქვა განადგურდეს ის მიზნები რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის არის ამ კუთხით აი როგორც გითხარი დრონების მიწოდებაზე იყო რომ შეაჩერეს სხვა რაღაცებიც მაგრამ დიდწილად ახლა რუსეთი ირანზე აღარს დრონების მიმართულებით აღარ არის დამოკიდებული შაჰიდას 36-ების და შაჰიდას 31-ების ლოკალური წარმოება იცი რომ დიდი ხანი ააწყეს უკვე გერანის დასახელებით უკვე აგერ გერან სამებსაც უშვებენ რეაქტიულ ძრავიანი კონფიგურაციები არის ესენი უკვე შაჰიდების რომელიც საკმაოდ სერიოზულ პრობლემად იქცა უკრაინის საერთაშორისო თავდაცვისთვის და ამ კუთხით რაღაცა დიდი გავლენა არ ექნება რუსეთ-უკრაინის ომზე მით უმეტეს საბრძოლო მასალებიც რაღაცები შედიოდა სიტყვაზე მზა კომპონენტებიც მაგრამ ჩრდილო კორეიდანაც შედის ბევრი რაღაცა ირანზე ბევრად უფრო მეტიც იგივე სახმელეთო კომპონენტში არტილერიის კუთხით ირანი ვერც შეიძლება იმ მასშტაბებს რა მასშტაბითაც ჩრდილო კორეიდან ხდება დახმარება და დრონების ლოკალური წარმოება როგორც გითხარი დიდი არის უკვე რუსეთში აქ თავარი ის იქნება რომ თუ რეჟიმი შეიცვალა უსერიოზულ ახლო აღმოსავლეთში უსერიოზულს მოკავშირეს კარგავს რუსეთი და რა თქმა უნდა მისი გავლენები სუსტდება სირიაში სირიაში გავლენები აღარ აქვს რუსეთს ირანიც გამოეცლება ხელიდან და პრაქტიკულად ეს ინდოეთის ოკეანის მიმართულებაზე რუსეთის სტრატეგიული ასე ვთქვათ რუსეთის სტრატეგიული დონის გავლენები კიდევ უფრო სერიოზულად მცირდება რა ნუ სპარსეთს აქვე კითხავ გიგა რადგან სირია ახსენებ მე ვერ დავეწიე ბოლომდე მაგ ინფორმაციას ის კადრები ნანახი მაქვს როცა სირიიდან ეს რუსული დანაყოფები გადაადგილდებოდნენ და არ ვიცი იქ პორტის საკითხი იყო ასევე რა ბედი ეწია მაგ გამოიყვანეს გამოვიდა ეტაპობრივად სრულად გამოვიდა მეგონი რაღაც ცოტა რაღაც არის მეგონი სირია და დარჩენილი მაგრამ
არაფერი ისეთი რომ რაღაც სერიოზული გავლენა მან თუმცა ეს პოლიტიკური გავლენა ქონდეს. არა, ეგ ცხადია რომ პოლიტიკური, უბრალოდ მაინტერესებდა რა ბედი ეწია ამ რუსეთის დანაყოფებს. არც მანამდე იყო ეხა რომ არა ასადის ხელისუფლება იმ პერიოდში ხო არ იყო მან რუსული ძალები იმხელა რომ სიტყვაზე რაღაცა უსერიოზულესი გავლენა მოეხდინა, როდესაც პოლიტიკური გავლენისთვის უფრო იყო და მათი მიზნებისთვის როცა სამთავრობო ჯარები როცა მოქმედებდნენ, იქ ყოფილი რუსული ავიაციაც არტილერიული ქვედანაყოფებიც ყავდათ ეხლა ჩაყვანილ რუსებს იქ და ტანკებიც იყო, ასე თუ ისე მუშაობდა განსაკუთრებით ავიაცია და სპეცდანიშნულების ძალები და ეხლა როცა ხელისუფლება შეიცვალა ირანში. აქვე კითხავ ირანის სხვა მოკავშირეებზე. აი ამ პროცესში მათი ჩართულობა როგორ წარმოგიდგენია და როლი ვახსენეთ თუ არ ვცდები არ მახსოვს ზუსტად ვახსენეთ თუ არა იემენიდან უკვე გაუშვეს რაკეტები იემენი იყო კი უბრალოდ ხა რაოდენობები არ ვიცი ზუსტად რომ აღარ მინახია ხო ნუ მინიმუმ ერთი პრეცედენტი უკვე დაფიქსირდა ესეთი და რა საფრთხე რა ძალას წარმოადგენს ეხლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთადერთი ძალები რომელიც ეხლა ირანს გვერდით დაუდგება წმინდა სამხედრო ძალები და ტექნიკურად არის პროქსი ძალები, რაც ზუსტად ლიბანში ყავს. ჰეზბოლამ კითხვა რომ რაღაც ჯერჯერობით არ ვერთობით. გაემიჯნა ჰამასი თუ ჰეზბოლა, ზუსტად არ მახსოვს, რომელიღაცა განცხადება იყო რომ გაემიჯნა. ჰეზბოლა, მაგრამ მანდ არის კიდე ძალები თუ ჰეზბოლაშიც ისიც რომ რომელიც სიტყვაზე დიდი ომის შემთხვევაში ჩაერთვებიან ისრაელის წინააღმდეგ და აქეთ უკვე იემენი სადაც რჩება ძალები, რომლებსაც აი ბალისტიკურ რაკეტების გაშვება კიდე შეუძლიათ. თუმეტეს რომ იმის ფონზე რომ რამდენი ხანია ახლა ისრაელის ავიაციაც, ამერიკული ავიაციაც ურტყავდა ხო იემენში ობიექტებს რამდენჯერ დაბომბეს გახსოვს, რამდენიმე თვის წინათ სერიოზული დარტყმები რომ მიიტანეს ხალხს. წითელი ზღვის კრიზისის დროს. კი და მაინც რჩება გარკვეული ძალები და იქაც რაღაც დაძაბულობა მოიმატებს ალბათ ღაზა სექტორშიც და მანდაც ძალები გააძლიერა ისრაელმა ეს ბოლო საათების განმავლობაში, მაგრამ ეს არ არის ის ძალები, რომელიც რაღაცას უსერიოზულეს და გადამწყვეტ გავლენას იქონიებს თუ ისრაელის სამხედრო რესურსები ამუშავდა სრული სიმძლავრით. აქამდე ეხლა რაც ხდებოდა თუნდაც ეს დარტყმები ხო ეს არის მცირე მასშტაბი რაც რეალურად მათ შეუძლიათ რა სხვა მასშტაბები არის რეალური სრული შესაძლებლობები ისრაელის თავდაცვის ძალების და ეხლა თუ შეერთებული შტატები ჩაერთოს საერთოდ ომში წერანს ვილაპარაკე რომ საერთოდ სხვა იმაზე გადავალ. ხო მაგის ეს რომ ეხლა რუსეთზე რო ლაპარაკობენ ხოლმე ეს ხშირად და ეს რუსეთ-უკრაინის ომის იმაზე და ბევრს უყვარს ხოლმე რომ ეს რუსეთს ჯერ არ გამოუჩენია ის იარაღი და ტექნიკა ის საბრძოლო მასალა. ნუ გააღიზიანებთ დათვთორე მე ნახავთ რა მოგია. ჯერ არ გამოუჩენიათ ის იარაღი რაც აქვთ რაღაცა რაკეტები რეალურად არაფერი არ არსებობს დღესდღეობით სოფლიოში რის არსებობაზეც თუნდაც არსებობაზე მინიმუმ ინფორმაცია მაინც არ არის თორემ ციფრულ ეპოქაში ბევრი აღარაფერი იმალება მაგრამ ამერიკის საჰაერო ძალები ცოტათი სხვა თემა არის და აქვთ ბოლო წლებში მიღებული საბრძოლო მასალების იგივე ბომბების მოდიფიკაციები, რაკეტების მოდიფიკაციები, რომელიც ჯერჯერობით მასშტაბურ ომში საერთოდ არ გამოყენებულა და მათი საკმაოდ დიდი ნაწილი შემუშავებული არის და მოდერნიზებული არის ისე რომ სწორედ აი ეს დიდი ომის შემთხვევაში ირანის ბირთვული პროგრამის კომპონენტები გაენადგურებინა. იგი ბუშერის რეაქტორი, სხვა რეაქტორები, რომელიც მიწისქვეშ არის, კიდე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და მოკლედ კიდევ მეორე არ ამგონია რომ რაღაცა შეშესტომა იქნება ეს შტატებისთვის რომ სახმელეთო ომი წამოიწყონ ირანის წინააღმდეგ და რეალურად ის იმ შესაძლებლობების გამოყენების შანსი მიცენ ირანს რაც რეალურად აქვს ხო სახმელეთო კომპონენტში, ამიტომ რაღაც დისტანციური ომი წავა თავდაპირველად შორი მანძილზე მოქმედი რაკეტებით, ტომაჰავკებით დაამუშავებენ, თუ დიდ ომში გადაიზარდა, როცა განადგურდება საჰაერო სისტემები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, მერე გადავა უკვე ჩვეულებრივი ბომბებით მასიურ დაბომბვაზე, უკვე სტრატეგიული ავიაცია და მასშტაბი ძალიან დიდი არის ამერიკის საჰაერო ძალების და ეხლა კარგი. აქვე ვიდრე დავასრულებთ, რადგან შტატებზე ვსაუბრობთ, მოდი ვახსენოთ ამერიკული ბაზები, რომელიც არის რეგიონში და რომელსაც ემუქრებოდა ირანი. ერთ-ერთი გამსაზღვრელი რამაც შეიძლება რომ გამოიწვიოს და ამაზე პრევენციული განცხადებები შტატებიდან გაკეთდა, რომ არავინ არ შეეხოს. ვნახეთ ასევე რეაგირება რომ დიპლომატები გამოიყვანეს, ხო? წინა დღეებში, 2 დღით ადრე დაიწყო ეს პროცესი. თქვათ აი მან რას ფიქრობ იქნება არის მაგის რისკი რომ გარისკონ და დაარტყან ამერიკულ ბაზებს. ხო იყო ესეთი შემთხვევები იგივე წითელი აი ამ ბოლო პერიოდში. იმუქრები ეხა მასშტაბი როგორი იქნება და იქ რას დააზიანებენ მეორე საკითხი არის. ეხა ბაზები არის ძირითადად ავიაციო კომპონენტი არის, სპეციალური დანიშნულების ძალები არის გარკვეულ ბაზებზე ასევე იორდანიაში არის ეს
ბაზები ერაყშიც არის ემირატებშიც არის როგორც მახსოვს კი არის ემირატებშიც აქვს ბაზა სხვადასხვა ემირატებში რო ბაზა არის მან საკმაოდ მრავალფეროვანი სახმელეთო ტექნიკაც ყავთ რამდენიმე დიდი ის არის ასე ამერიკული სამხედრო რესურსების თავმოყრის არეალი რაღაცა განსაკუთრებით დიდი რესურსები აქ არ არის რაღაცა ვერ შევადარებთ ისე დიდ ბაზებს როგორც სიტყვაზე გერმანიაში არის ჰოჰენფელსში არის და იქ იტალიაში რო აქვს ხო ბაზები მაგას ვერც შეედრება მაგრამ არის რაღაც ძალები რომელზე მასიური დარტყმის შემთხვევაში ამერიკა ჩაერთვება ალბათ პირდაპირ მაგ ომში არ ვიცი ხლა ირანელები რა სიზავენ მაგრამ თუ მართლა რაღაცა გადაეკეტათ ხო ესე ვიტყვი და მართლა გადავიდნენ იმაზე რომ სრული შენარჩუნება შენარჩუნებაზე სამხედრო ძალებით დაიწყეს სამხედრო ძალებზე გააკეთეს ასე ვთქვათ და სამხედრო ძალებს დაეყრდნენ ხო თავისი რესურსის შენარჩუნებაში და ყველა მიმართულებით დაიწყეს რაკეტების სროლა სადაც ამერიკული ბაზები არის ისრაელის მიმართულებით სრულ რაოდენობაზე გადავიდნენ ხო სარაკეტო ჯარების შესაძლებლობების რა თქმა უნდა ჩაერთვებიან და ძირითადი დატვირთვა ის იქნება ისე ევროპაში არსებული ძალები და ეგ სიცილიაზე იტალიაში 2-3 ადგილზე აქვს დიდი აეროდრომები და აქ არის დამოყრილი ბომბდამშვენებიც არის ძიმე სტრატეგიული ბომბდამშვენებიც ჩვეულებრივ ტაქტიკური ავიაციაც არის გამანადგურებლებიც ასევე დიეგო გარსიაზე ინდოეთის ოკეანეში ძირითადი ძალები არის სტრატეგიული ბომბდამშვენებიც წინა პერიოდშიც გახსოვს ჩაიყვანეს ხო ბიორები რამდენიმე თვითადრე ბიორები და ბიერთები გადმოიყვანეს აქედანაც იქნება დარტყმები და საავიამზიდო დაჯგუფებებს მიაყენებენ ასევე ეხლა ხომალდები საესკადრო ნაღმოსნები რომელსაც ტომაჰავკების გაშვება შეუძლია და რომლებსაც IGS-ის სისტემები აქვს IGS-ის რაკეტსაწინააღმდეგო მარტო რაკეტსაწინააღმდეგო არ არის მოკლედ მრავალფუნქციური სარაკეტო კომპლექსი არის ეს IGS-ში შემავალი რადარებისა და სარაკეტო გამშვებების ერთობლიობა არის ტომაჰავკების გაშვებაც შეუძლია სტანდარტ SM-3 ტიპის რაკეტების გაშვებაც შეუძლია სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაყრელად პირველ ეტაპზე ესეთი ხომალდები ხმელთაშუა ზღვიდანაც დაიწყებენ გადმოსვლას და სიტყვაზე ინდოეთის ოკეანეშიც არის გარკვეული რაოდენობა და შემოვლენ სპარსეთის ყურეში და საავიამზიდო დაჯგუფებები დაემატება, მაგრამ მაგას დრო ჭირდება, რამდენიმე კვირა ჭირდება საავიამზიდო დაჯგუფება რომ შემოვიდეს მთელი თავის პოტენციალით. ამიტომ რაღაცა 1 და 2 დღის ამბავი არ არის ეგ რა. ამიტომ აი ნახოთ ეხლა როგორ გაიწელება, რა იქნება, ბევრ რაღაცაზე არის დამოკიდებული და აი არ მიყვარს ხომ რაღაც მკითხაობასავით. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რა რესურსები არის, ამ რესურსებს რა შეუძლია ერთმანეთთან დაჯახების შემთხვევაში, მაგრამ ვინ როგორ გამოიყენებს ამ რესურსს უკვე ვნახავთ რა შემდეგში. კაი. ბოლოს კითხავ ჩვენთან მიმართებაში თუ რამე რისკებს ხედავ და პრინციპში თითქმის 1 საათია უკვე საუბრობთ და დავასრულებთ. მიმართებაში რისკებს სათქვიდავ ეხა გეტყვი. ხა ის რო რაკეტების სრულად დაგვიწყონ ჩვენ ეგ არ იქნება. მაგრამ მინიმუმზე მინიმუმია რაღაც მაგის შანსი არის რა უნდა მოხდეს ისეთი მაგრამ ერთი რისკი არის, რაზეც დღეს უკვე რამდენიმე საათია მიდის ლაპარაკი, რომ 2 რეაქტორი დაიბომბა, 2 რეაქტორი სადაც ურანის გამდიდრება მიდიოდა, ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით ჩანგრეული არის ბეტონის ზედასაფარები და რადიაციის ფონი არის მოკლედ ინფორმაცია, რომ მომატებული არის უკვე. ეხლა როცა შენი გადაცემა გავა, ეს პოდკასტი გავა, სავარაუდოდ უკვე მეტი ინფორმაცია იქნება უკვე მაგ პერიოდისათვის ცნობილი და გამოჩნდება, ანუ მაგ კუთხით რეგიონში რადიაციის ფონის მომატების შანსები არის. ჩვენთან შემოიტანს თუ არა მაგას ჰაერის მასები და ჩვენთან აიწევს თუ არა ფონი, არ ვიცი, მაგაზე ვერ გეტყვი, ძალიან ბევრ რაღაცაზე არის. ყოველ შემთხვევაში რისკი არსებობს. მაგრამ რისკი დიდი არის, იმიტომ რომ თუ კიდე დამატებით განადგურდა ობიექტები და სიტყვაზე ჰაერში ამოვიდა იქ არსებული ისინი, ნუ როგორც იძახიან ინფორმაციით მოიმატა უკვე ფონმაო. გიგა, მოდი ეგ ავხსნათ ხალხს შეძლებს და გვარად რა. ანუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ იქ ბირთვული შეიარაღება არ არსებობს, ხო? ყოველ შემთხვევაში ამოცანა ეგ იყო, რომ ვიდრე შექმნიდნენ, მანამდე უნდა დაერტყათ. მაგრამ აი რა ტიპის რისკია, რატომ ხდება ეგ და როგორ შეიძლება მაგის პრევენცია? აი მაგალითი რო ავიღოთ ჩერნობილი, ხო? ბევრს ეხა ვინც ძალიან დეტალებში მეტნაკლებად არ არის აუცილებელი რაღაც სიღრმისეულად იცოდეს, მაგრამ ზოგადად მე არ მინდა რომ რაღაც პანიკის დათესვა გამომივიდეს, უბრალოდ რადგან საუბრობთ, კარგი იქნება რომ მცირე განმარტებები გავაკეთოთ. ჩერნობილი რო ავიღოთ მაგალითად, ჩერნობილში რომ მოხდა რეაქტორის ავარია, სარკოფაგი გასკდა 4 წლის წნევისგან და ამ რეაქტორი და ამოიფრქვა ჰაერში დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის ბირთვული ისინი, რა ქვია, მასალები, ხო? წნევა ამოაფრქვია ჰაერში. ანუ ზოგიერთ შემთხვევაში მან ბირთვული აფეთქება რომ მოხდარიყო ბირთვული ბომბის, ხო? მაგასთან მიახლოებულიც კი არაფერი იქნებოდა ეკოლოგიური კატასტროფის ამბავში რა. მან მოხდა რა, ანუ ბირთვული აფეთქება და ჯაჭვური რეაქცია კი არ მოხდა. 4 წლის წნევამ ჰაერში ამოაფრქვია უამრავი
სტრონციუმი იყო, კობალტი იყო, იქ ურანიც იყო და ბევრი რაღაცეები და ამ შემთხვევაშიც ხა ატომური რეაქტორი და ისეთი რეაქტორები, სადაც ურანის გამდიდრებაზე მიდის მუშაობა, ეგ თუ ჩაინგრა სიტყვაზე და შიგნით არსებულ აფეთქება მოხდა შიგნით და განადგურდა, რა თქმა უნდა, არის შანსი ხლა ზოგს დაცვის მექანიზმები აქვს, ღრმათარი და ის მაგრამ შეიძლება იქ დაბომბვის დროს განადგურდეს მართვის სადგური, გამოვიდეს წყობრიდან დაიხოცოს ხალხი, მაგრამ ის ადგილი სადაც უშუალოდ ურანის გამდიდრება ხდება, ანუ გული რა, ის არ დაზიანდეს ისე რომ რაც გაჟონვა დაიწყოს. თუმცა შანსები მაინც დიდია. გააჩნია რომელ ბომბებს ესვრიან, სად მოხდება და თუ ზუსტად არის ინფორმაცია, ესე გადაჭრით ვერ იტყვი. არის შანსები რომ დიდი და ასე ვთქვათ, ამ დაბომბილი რეაქტორებიდან ფონმა მოიმატოს. ეხლა კავკასიამდე წამოვა, ევროპამდე ჩააღწევს თუ აზიის მიმართულებაზე წავა, ეს ძალიან ბევრ რაღაცაზე არის დამოკიდებული და თუ მაინც იქნება ამაზე ინფორმაცია და რაღაცა ტელევიზიებიდანაც იტყვიან რაღაცას, რომ ირანში რადიაციული ფონმა მოიმატა და ჩვენგან ეს არეალი რაღაცა 100 კილომეტრით არის ან 1000 კილომეტრით არის, არ ნიშნავს ეგ იმას, რომ უნდა გავარდეს ხალხი და რაღაც იოდის აბების დალევა დაიწყოს და რაღაცები, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათო არის და მხოლოდ უკიდურეს სიტუაციაში კონკრეტული სამსახურების მხრიდან თუ იქნება მაგაზე მითითება და იქნება თუ მაგის საფრთხე იქნება სიტყვაზე, მხოლოდ მაგ შემთხვევაში. იყო რამდენჯერმე ეგეთი ისინი, მახსოვს, რომ მეგონი უკრაინაშიც რო დაიწყო ომი და რაღაცა იოდის აბებს უყიდულობდა ხალხი გამწარებული, ხო, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს აფეთქებას აპირებენ, ხო, რუსები და ისა ეგეთი ისინი ეგ ისეთი სერიოზული საკითხია, თუნდაც იოდის აბების დალევა, ხო, რაღაც ჩვეულებრივი ტაბლეტები არ არის ეგენი. ხო, ჩვენთან უცნაურობები ხდება ხოლმე. ხო, იმიტომ რომ ხალხს ლეგვის ნახარშიც არ იყოს. ცოტა იუმორში რო წავიდეთ და ამიტომ ხო, ვიდრე არ გეტყვიან, ნუ შესაბამისი სპეციალისტები. ჩვენთან ხა ჯერ ვიმედოვნებ, რომ ეგეთი რამე არ მოხდება, მაგრამ ნუ ხო, ჩვენამდე აზერბაიჯანი არის, სომხეთი არის, მანამდე ყველაფერი წინასწარ მოხდება და ფიქსირდება თუ რაღაცა იყო, ანუ რისკები რაღაცა რისკები მაინც არის და თუ რაღაცა იქნება წინასწარ იქნება ცნობილი და რადიაციის მზომი დეტექტორებიც აყენია ბევრ ადგილზე ქვეყანაში ჩვენთან შესაბამისი სამსახურებიც არის, მუშაობს და მაგ მიმართულებით სპეციალისტებიც არიან, მაგ მიმართულებით იქნება რა თქმა უნდა წინასწარი ისინი ყველაფერი, მაგრამ არ მგონია რომ რაღაც მაგ მასშტაბებამდე მივიდეს, იმიტომ რომ ეხა ყველაფერი ის ასე თუ ისე ისრაელის დაზურომაც ავიაც სადაც საძინებელში იცოდნენ რომ ვინ რა დროს წვებოდა და რაღაც ის რეაქტორებიც ანუ დიდი კომპლექსები არის, სადაც არის კონკრეტულ ადგილზე რეაქტორები, სადაც ეხან როგორც გითხარი არის მომსახურე პერსონალი და სპეციალისტები ძირითადად უფრო მაგას დაარტყავენ და ენერგომომარაგების ადგილებს და ისე არიზავენ რომ რაღაცა ბომბი მოხდეს პირდაპირ ურანის გამამდიდრებელ მას რა ქვია რეაქტორს ან ცენტრიფუგებს და ხელა ზიანი ის რადიაციული ფონმა თუ მოიმატა სერიოზულად ანუ ისრაელის მიმართულებით რა თქმა უნდა ხო, მოკლედ გრძელდება ოპერაცია, გრძელდება კი არა შეიძლება ითქვას რომ ახლა დაიწყო. ახლა შეიძლება რაღაც სერიოზული დაბომბები მიდიოდა რაც ჩვენ კი, შესაძლოა ამ 1 საათის განმავლობაში ბევრი რამე შეიცვალა კიდევ. საათი დიდი დრო. ხო, ნუ ჩვენი ფორმატი არ არის მაინც და მაინც იმაზე რომ ახალ ამბებზე ვიყოთ ზედმიწევნით კონცენტრირებული, ჩვენ მაინც ვცდილობთ ხოლმე რომ შეფასება გავაკეთოთ და მე მგონია რომ ერთ-ერთი საუკეთესო სტუმარი ხარ, ჩემი ყოველთვის იწვევ ინტერესს და წინაურ ეპიზოდზე ეს ნამდვილად გამოჩნდა და მე მგონი მეტნაკლებად კი მოგცემ საშუალებას აუცილებლად რომ დაამატო, მეტნაკლებად მიმოვიხილეთ თუ არ ვცდები ოპერაციის გარემოებები და მონახაზი მეტნაკლებად შევეხეთ რა იყო, როგორ მოხდა, წინასწარ როგორ მომზადდა და რა ტიპის დარტყმები იქნა განხორციელებული, ვთქვით პოლიტიკურ ნაწილზეც მეტნაკლებად და ვთქვით გავლენებზე რუსეთის და უკრაინის ომის ასევე ვისაუბრეთ ირანის პოტენციურ მხარდამჭერებზე და შტატების ჩართულობის შემთხვევაში რას ველოდებით. კარგი, შეგიძლია შეაჯამო, თქვა დაამატო თუ რამე გამოგრჩა და რა გამოგრჩა ახლა ეს ავიაციის კომპონენტზე ახლა ირანის საჰაერო ძალების ობიექტებზე რო ნადირობს თელი დღეა ისრაელის ავიაცია, იგივე თავრისში, ხო, რამდენიმე საკმაოდ მასშტაბური ავია რეიდი განახორციელა, ხო? იმ დიდი დარტყმების მერე ამ დღის განმავლობაში მინიმუმ 3 იყო ახლა მე რაც ვიცი, კიდე სხვა აეროდრომებზე მიდის დარტყმები აეროპორტებთან და ცალკეულ სამხედრო აეროდრომებზე მდგარი სამხედრო საფრენი აპარატების გასანადგურებლად, ანუ ისრაელის ავიაცია ურტყავს არა მხოლოდ სარაკეტო ძალებს და სარაკეტო რესურსებს და ამ ბირთვული პროგრამის კომპონენტებს, ასევე ისრაელის ირანის საჰაერო ძალების იმასაც თავრისში ახლა მეორე დიდი საავიაციო დაჯგუფება არის, მეორე საავიაციო ბაზა არის ირანის საჰაერო ძალების,
მან განთავსებული ყავთ მაგათ F5 ტაიგერები. ეს ძველი ამერიკული გამანადგურებელი არის. რეზა ფეხლევის პერიოდში მიიღეს ჯერ კიდე ირანმა F-14-ების მსგავსად და F-4-ების მსგავსად და ანუ კომპლექსური ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებს საჰაერო ძალების რესურსების განადგურებასაც. პლუს დილის საათებში, როცა დარტყმები მიდიოდა, იყო ინფორმაცია უკვე დილისკენ, რომ 13 ერთეული ირანული გამანადგურებელი ჩამოაგდეს ამ ოპერაციის დროს, რომლებიც ამ ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა. ძირითადად ესენი ალბათ უფრო F-14 ტომკეტები და MiG-29 ტიპის საბჭოთა გამანადგურებლები უნდა ყოფილიყო. აი ნახოთ გამოსვლა უკვე. მოდი მაშინ ვიდრე დავასრულებთ, 2-3 ნიუსს წავიკითხავ, ბოლო ინფორმაციასაც გავეცნოთ აქვე ერთად. ერთი არის ესეთი, რომ ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით ისრაელის სადაზვერვო უწყებებმა უკვე დააფიქსირეს ირანიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვებისთვის მზადება, მოსალოდნელია 150-მდე ბალისტიკური რაკეტის გასროლა. არ არის ძალიან ბევრი. ხო, ესეთი ინფორმაცია არის. მეორე ინფორმაცია ასევე რაც წამოგვეწია. ჩამოგდებადი, ხო? მეორე რაც წამოგვეწია არის, რომ ცენტრალურ ირანში მდებარე ნათანზის ბირთვული ობიექტის გარდა ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ საჰაერო ძალებმა ასევე მძიმე დარტყმა მიაყენეს ისპაჰანის ბირთვული ტექნოლოგიების კომპლექსს, რომელიც მდებარეობს ირანის დედაქალაქ თეირანის სამხრეთით და ხო, ნუ აი ეს სერიოზულესი ობიექტი არის, კი, ისპაჰანში რაც არის ირანის ბირთვულ პროგრამაში ერთ-ერთი საკვანძო როლი უკავია მაგას, კი. ხო, ანუ ესეც საინტერესოა ახლა წამოგვეწია და ხო, ეს ბოლო ინფორმაციაც იმაზეა, რომ ისრაელის და დასავლეთის სადაზვერვო ინფორმაციების თანახმად ირანი დღესღამით ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტის გაშვებას გეგმავსო. აქვე დავაზუსტებ, რომ ალფა-სიხშირის ინფორმაციას ვკითხულობდი, ახლა მე ხო, ანუ რომ წყაროც იყოს დადასტურებული, ჩვენ ახლა ნახე მე უახლეს. მადლობა მათი თავის შრომისთვის, ხშირად არიან ხოლმე ჩემთან სტუმრად და რაღაც ვიდეო დაიდო ძალიან არ არის დიდად კაი ამბავი. F-35 ამერიკული F-35 ჩამოაგდო ირანის საჰაერო თავდაცვამ და პილოტმა კატაპულტირება მოასწრო როგორც ჩანს რამდენიმე არხზე ჩენელზე დევს და ესე იგი ანუ F-35 კი არის ეს თვითმფრინავი და ის მაგრამ ჩამოუგდებელი არაფერი არ არსებობს და ესეთ პრეცედენტი მე მგონი არ ყოფილა, ხო? საბრძოლო სიტუაციაში F-35 არ ჩამოუგდიათ აქამდე თუ დადასტურდება საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა არის და ნახოთ აი გამოჩნდება პილოტმა მოასწრო კატაპულტირება საინტერესოა რა სისტემით მოხდა თუ მოხდა ჩამოგდება მაგრამ ნუ ბევრი სხვადასხვა სისტემა არის ისრაელის საჰაერო ძალებში რომელსაც სიტყვაზე F-35 ჩამოგდება შეუძლია გარკვეულ სიტუაციებში არ არის მარტივი ჩამოსაგდები ისე როგორც სიტყვაზე შედარებით მარტივი ან F-16 ან F-15 არც იგენია დიდად მარტივი ჩამოსაგდები მაგრამ F-35 მაინც რთულია მაგრამ მაინც ხო ნუ ერთ სიტყვით ეს არის ძალიან დიდი ოპერაცია რომელიც დიდი ხნის განმავლობაში როგორც ჩანს იგეგმებოდა ანუ ეს ისრაელისთვის არის ეგზისტენციალური საკითხი და მუდმივად ამაზე საუბრობდნენ ჩვენ რა ვიცი მე რაც აქტიურად ვარ მედიაში სულ მახსოვს ეს თემა ირანის ბირთვული პროგრამა სანქციები საფრთხეები პერიოდულად მწვავდებოდა ხოლმე, თუმცა ის რაც დღეს ხდება აქამდე არ მომხდარა, ასეთი მასშტაბური პირდაპირ დარტყმა, როგორც არაერთხელ ვახსენეთ უკვე ისრაელშიც ელოდებიან საპასუხო რეაქციას. ეს ძალიან ლოგიკური გაგრძელება არის. თავარია ახლა რა მასშტაბში სადამდე შეტოპავს ირანი? ძალიან ისეთი სერიოზული საჰაერო ოპერაცია მიდის ამ წუთებში, ხა როგორც ხედავ რა, როგორც უყურებ, რაც ჩვენ შემოვედით და უწერთ ამ იმას, მაგ დროს დაიწყო გაუჩერებლად მუშაობს თეირანის თავზე თეირანში არსებული საზენიტო артиლერია უკვე ახლო მანძილებზე როგორც ჩანს საკმაოდ დიდი რაოდენობით არის უკვე თვითმფრინავები შესული და ბევრ სხვადასხვა მიზნებს ურტყავენ რა აი ნახოთ რა იქნება ხვალდილით უკვე გამოჩნდება რეალური ძალიან ინტენსიური და საინტერესო პერიოდი გველოდება ასე ვთქვათ ხო და ძალიან დიდი მადლობა გიგა როგორც ყოველთვის მე მგონი მეტნაკლებად დღეისათვის საკმარისია და თუ ბოლომდე გვიყურეთ და გვისმინეთ და თქვენთვის სასარგებლო იყო ეს ინფორმაცია და საინტერესო იყო დღევანდელი ეპიზოდი, გამოგვეხმაურეთ კომენტარებში, არ დაგეზაროთ ლაიქის დასმა. თუ არ ხართ ჩვენი გამომწერები, გამოიწერეთ ჩვენი არხი და თუ ძალიან მოგწონთ ჩვენი საქმიანობა და ჩვენი პოდკასტი, ასევე შეგიძლიათ ჩვენი დონორებიც გახდეთ და მიუთითებ ინფორმაციას იქიდან გამომდინარე რომ ჯერჯერობით სპონსორები არ ყავს. ხო, ნუ ესეთი ფორმატს მოვიფიქრეთ, ღია ვართ აი ესეთი ტიპის ურთიერთობისთვისაც და რა თქმა უნდა, სპონსორებისთვისაც ღია ვართ.
მადლობა გამომწერებს, მადლობა ვინც სისტემატურად გვიყურებს, მოკითხვა ჩვენგან და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდებს. ნახვამდის.